ძვირფასო მსმენელებო, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. უწინარეს ყოვლისა, მინდა უღრმესი მადლობა მოახსენო იმ პიროვნებებს, რომელთაც არ შექმნეს დიდი სამუშაო, მათ თავად იზრუნეს საკუთარ იმიჯზე და ყველანაირად შეეცადნენ, რომ თავი წარმოეჩინათ გადატრიალების სახელმწიფო გადატრიალების დროს საკუთარი თავი წარმოეჩინათ ისე, რასაც სჩადიოდნენ. ზოგმა მომაწოდა ინფორმაცია, რასაკვირველია პრესის საშუალებით იძლეოდნენ ინტერვიუებს, ზოგი გამოსცემდა ბროშურებს, ზოგმა ისიც გაბედა, რომ უზარმაზარი ლიტერატურა დაგვიდო ამის შესახებ. მე მადლიერებ ასევე წერილების სახით და აი სწორედ ასე შეიქმნა ის არქივი, რომელიც მათთვის საზიანო აღმოჩნდა და ჩვენთვის კი მომგებია. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მასალები არც ერთი არ ეყრდნობა იმას, რომ პირადად მე რა ვნახე, რა განვიცადე, ვინ სად იყო, ვინ რას ჩადიოდა, თავად იზრუნეს საკუთარ თავზე და წარუდგინეს სრულიად მსოფლიოს, მე არ ვაფიქსირებ საქართველოს, სრულიად მსოფლიოს ყველა ის მასალა, რომელსაც ახლა მე წარმოგიდგენთ და პერიოდულად ჩემის მხრიდან ადგილი ექნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მიერ გამოქვეყნებული მასალების გავრცელებას და მიწოდებას მაყურებლისა თუ მსმენელისათვის, რომ თავად რას ჩადიოდით. უღრმესი მადლობა ამ გაწეული შრომისთვის, ვინაიდან თქვენ აგვარიდეთ დიდი სამუშაო, ვინაიდან ყველაზე უფრო კარგი და დამამტკიცებელი იმისა, რომ ეს მანანას მოგონილი არ არის, რომ ამას ავტორი თავად ყავს და ამის ავტორები ხართ თქვენ, აი ამისთვის კიდევ ერთხელ მოგვითით დიდ მადლობას. მოდით დავიწყოთ თქვენივე გამოქვეყნებული მასალების გაცხადება, ისე როგორც არის დაფიქსირებული პრესაში, თუ წიგნებში, თუ ბროშურებში, მე უკვე ამაზე ვილაპარაკე. ვიწყებთ გადაცემათა ციკლს და ალბათ ბევრ თქვენგანში ეს დიდ უსიამოვნებას გამოიწვევს, მაგრამ მე უსიამოვნებას თქვენგან იმდენად მივეჩვიე და უსიამოვნება იმასთან რა მოსატანია, რაც თქვენ ჩაიდინეთ, ასე რომ მე მაინც მადლიერები ვარ თქვენი, რადგან მიმიყვანეთ იმ გზაზე დამაყენეთ, რომელი გზითაც თქვენივე დოკუმენტები გიბრუნდებათ უკან. მადლობთ ყოველივე იმისათვის, რაც თქვენ იღვაწეთ, იზრუნეთ მხოლოდ ქაღალდზე და დანარჩენი, რაც კი ჩადენილი გაქვთ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ამაზე თავად ერმა გაქცეთ პასუხი. მე ერთს ვიტყოდი, თუ თქვენ ორჯონიკიძეს, მახარაძეს, შევარდნაძეს, არა თქვენ რასაკვირველია, სტალინს, ობერიძეს და ჩვენი საქართველოს მტრებს, მრავალს და მრავალს უწოდებთ მტერი, მოღალატე, მაშინ შეფასება თქვენთვის მომიდია. თქვენივე იმ პუბლიკაციებიდან გამომდინარე, რომელიც იბეჭდებოდა პრესაში, იმ მიზნით, რომ თავი მოგეწონებინათ იმ 4-ეულის წინაშე, რომ შემდეგ დაგემსახურებინათ შესაბამისად ის სავარძელი და ის სიმდიდრე და განძი, რომელიც თქვენს ოჯახებს სულიად უშრომელ უზრუნველად მიართვით. გმადლობთ ყოველივე ამისთვის. ვიწყებთ, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს. როგორ ებრძოდა კომუნისტური ხელისუფლება ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი ერის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რამაც ქართველი ერის ცნობიერებაში მრავალი ეროვნული საკითხი წამოწია.
რუსეთის ჯარისა და საქართველოს პარტნომენკლატურის მიერ ჩატარებულმა სადამშველო ოპერაციამ მთელი მსოფლიო შეძრა. საქართველო გაცხადა მსოფლიოს წინაშე როგორც დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სახელმწიფო, სადაც საქართველოს მოსახლეობამ საბოლოოდ დააფიქსირა თავისი ურყევი პოზიცია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ტრაგიკულმა შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო რუსეთის იმპერიისა და ქართველი კომუნისტების ერთიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ქართველი ერი დაარაზმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარშემო, რასაც მოჰყვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საერთაშორისო აღიარება. მე გამეორდები ამ შემთხვევაში და ისევ მოჰყო ჩეხეთის პრეზიდენტის, ყოფილი ექს-პრეზიდენტის ბატონი ვაცლავ ჰაველის გამონათქვამს, იმიტომ რომ ეს ამონარი რის შეიძლება 10-ვე გადაცემაში გაიმეორო, ან 100-ვე გადაცემაში, მაგრამ ამჯერად მე მხოლოდ დღეს დავაფიქსირებ, შემდგომ უკვე სხვა სახით და სხვა ფორმატით იქნება, ვინაიდან უკვე 9 აპრილიდან იმ პერიოდებს ვიხებთ, რომელიც უშუალო კავშირში არის ამასთან. ასე რომ წინა გადაცემაში ერთი აბზაცი, რომელიც მე გამოვიყენებ, თქვენის ნებით მე უნდა გავიმეორო. 1990 წლის მარტში ქალაქ მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტზე ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა განაცხადა შემდეგი. 9 აპრილის მოვლენები მას საქართველოში დააჩქარა იმპერიის დაშლა, რამაც ხელი შეუწყო არა მარტო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების განთავისუფლებას, არამედ აღმოსავლეთ ევროპას, რის შემდგომაც კრემლს უჭირდა გადაწყვეტა გამოეყენებინა თუ არა ძალა. ანალოგიურ შემთხვევაში ხედავდა რა მსოფლიო საზოგადოების უკიდურეს და მწვავე რეაქციას. აი ამით დასრულდა ჰაველის გამონათქვამი, რაც ეხება სწავლებას. საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავდა ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვან რევოლუციას. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გამოდიოდა ორგვარი ძალადობის დაგმობით. ზვიად გამსახურდია საქართველოს განთავისუფლების ძალისმიერი გზების გამოყენების წინააღმდეგი იყო. ითვლიდა, რომ განდიზმის გარკვეული ასპექტები ნაწილობრივ მისაღები იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის. იმავდროულად მას მიაჩნდა, რომ საქართველოს თავისუფლების საფუძვლად გამოეყენებინა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის გამოცდილება. ზვიად გამსახურდიას მიზანი იყო საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული არჩევნებით მიეღწია მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას. კომუნისტური ხელისუფლების უსისხლო დამარცხებას, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. 9 აპრილის მოვლენება რუსეთისა და საქართველოს პარტნომენკლატურა დილემის წინაშე დააყენა. ისინი ცდილობდნენ საქართველოში კრიმინალური ძალების წამოწყებას, რომელიც დაუპირისპირდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 9 აპრილის მოვლენებმა საქართველოს მტრებით დაარწმუნა, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იყო მშვიდობიანი, ყოველგვარ ძალადობას მოკლებული და აღსანიშნავია ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როდესაც 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მილიციამ და სპეცსამსახურებმა დაიკავეს უმაღლესი საბჭოს ტერიტორია, საიდანაც რამოდენიმე ათეული სატვირთო მანქანით იქნა გატანილი სხვადასხვა ნივთები, ხელჩანთები, წიგნები, ტანსაცმელი, ლეიბები, რაზედაც მოშიმშილეები იყვნენ და სხვა მრავალი ჯალათები თავად გააუცა იმ ფაქტმა, რომ ბასრი ნივთის ნატეხიც არ აღმოჩნდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საკმაოდ დიდი ფართი ეკავა. ამის შემდეგ ჯალათებმა, რომელთაც ადამიანთა ფიზიკური ლიკვიდაციის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, გადაწყვიტეს სუფთა ხელებით დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ერს დაპირისპირებოდნენ შეიარაღებული ძალებით. გაჩნდა აზრი ბანდფორმირებების შეკრებისა და მათთვის ოფიციალური სტატუსის მიცემისა. ასე ჩაეყარა საფუძველი კრიმინალური ბანდის მხედრიანის შექმნას. 1990 წლის მარტში შექმნილ ეროვნულ ფორუმს აშკარად დაუპირისპირდა კრიმინალური მხედრიანი, რომელიც შეიქმნა კომუნისტური ხელისუფლებისა და უშიშროების ბაზაზე, რომლის ხელმძღვანელი გახდა ჯაბა იოსელიანი. იგი ცდილობდა ყველა პარტიისა და ორგანიზაციის ტერორიზებას, ფორუმის მუშაობის პარალიზებას, ზვიად გამსახურდიას იზოლირებას.
მხედრიონის ქართულ მაშველთა კორპუსის სახელით შემიღებას მისი წესდების რეგისტრაციას ახდენს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო 1989 წლის 6 ივლისის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს რეგისტრირებულ იქნეს ქართულ მაშველთა კორპუსის წესდება საქართველოს СССР მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მგელაძე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზურაბ მახარაძე ქალაქი თბილისი 1990 წლის 17 სექტემბერი და ეს დადგენილების ნომერი რომელიც თქვენ ხელთ არის და მეც ასევე მაქვს გახლავთ 495 1990 წლის 12 მარტს საქართველოში იქნება საქველმოქმედო საზოგადოება ქართულ მაშველთა კორპუსი, რომლის დაფუძნებაში მონაწილეობას იღებენ სრულიად რუსთაველი საზოგადოება, სულიერი აღორძინებისა და ჰარმონიული განვითარების ასოციაცია, საქართველოს ალპიური კლუბი, გეოფიზიკის ინსტიტუტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰიდრომეტრულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გასამხედროებული სამსახური და სხვა რიგითი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ორგანიზაციები. ქართულ მაშველთა კორპუსის დაფინანსებას ახორციელებს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, რომლის საბოლოო მიზნები და ამოცანები მალე ცხადდება. ზემოხსენებულ ორგანიზაციას რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს მთავრობა. ქართულ მაშველთა კორპუსის სახელით, რომლის სახელწოდება მხედრიონი პრესაში ოფიციალურად ფიქსირდება 1990 წელს გაზეთ მხედრიონის პირველ ნომერში. მასში ქვეყნდება წესდება, საპროტესტო განცხადება, ინფორმაცია საქართველოს მხედრიონის მწვერვალის ჭყალებში რასაკვირველია სახელდების შესახებ და სხვა მკითხველსათვის ჭყალებში საინტერესო მასალები. ნება მიგოძეთ, წარმოგიდგინოთ ის ბრძანებული ის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მე მოგახსენებდით, აქ არის მგელაძის მე აღარ გამეორდები, მახარაძის ხელმოწერა, ასევე ეს იგივე ეხება მაშველთა კორპუსის რეგისტრაციას, ისე მე მოგახსენეთ აქ უკვე თარიღებზე და აქვე არის კიდევ წესდების დამტკიცების შესახებ, წესდებაზეც იზრუნეს, ამას ხელსაწყის უკვე ჩერქეზია და კვარაცხელია 89 წლის 6 ივლისის შესახებ მე უკვე გესაუბრეთ და მოგახსენეთ ყოველივე ამის შესახებ. მადლიერების მეტი არაფერი არ გვექმნის, ვინაიდან ინფორმაციის წყარო ბრძანდებით თავად თქვენ. შორს წასვლა არ გჭირდება. გაზეთი მხედრიონი, ასევე ვახსენე მე გაზეთი მხედრიონი და ბოლომდე რომ დაგარწმუნოთ ამაში, რომ ჩვენ ყველაფერს აგერ ვიხილებთ გაზეთი მხედრიონი, ეს გახლავთ სხვადასხვა ნომრები არის, ეს არის პირველი, მესამე ნომერი, ეს პირველი ნომერი გახლავთ იანვარი 1992 წელი, გამოდის 1991 წლის 14 იანვრიდან. აქ არის კიდევ აგერ არის თქვენი მხედრიონელების, აგერ გახლავთ კიდევ სხვა ნომერი, ეს არის უკვე მეორე და მესამე ნომერი მხედრიონის. ასე რომ თქვენ მხედრიონელებმა კი არა, საერთოდ ცენტრალურმა კომიტეტმა, მინისტრთა საბჭომ, რაზეც იზრუნა მხედრიონს გაზეთიც გამოუცა, პრესითაც მოამარა, გაგეკიდა მხედრიონის სხვა ნომერი, გახლავთ ეს არის უკვე მეექვსე ნომერი, რომელზეც იზრუნეს, რასაკვირველია თქვენმა განფინანსებლებმა ამის დამწერი და შემქმნელი თქვენ არ იყავით და არც ეგრეთ წოდებული წესდებისა, მაგრამ მადლობის მეტი არაფერი არ მექმნის და ასე რომ საზოგადოების წინაშე მე წარვადგინე ეს დოკუმენტური მასალა, ჯერჯერობით ეს დოკუმენტური მასალა, რომელზეც უკვე ვისაუბრე. თანდათანობით კიდევ უფრო გავამდიდრებ თქვენს ასე ვთქვათ ინტერესს იმით, რომ რას ვფლობთ ჩვენ და რას წერდით თქვენ. მასში ესე იგი მხედრიონის ნომერ პირველში
ქვეყნდება წესდება მოგახსენებთ ამის შესახებ და წყარებში საინტერესო მასალებში, რასაც გულისხმობდით, იმან ჩვენც დავაინტერესა და სწორედ აი აქ გახლავთ ეს. მხედრიონის ალბათ თქვენ ყველამ გაანადგურეთ მხედრიონი ჩვენს გარდა, გაზეთი მხედრიონი ჩვენს გარდა და ასევე გაანადგურებდით იმ დოკუმენტს მგელაძისა და მახარაძის ასევე კვარაცხელიების ხელბოწერით, იმიტომ რომ მოგესწროთ, მაგრამ არ გამოვა. ხომ იცით რომ დოკუმენტების დაწვა არ ხერხდება, სადაც მაინც რაღაც რჩება. მხედრიონის შექმნის ორგანიზატორი გახლავთ ედვარდ შევარდნაძე, რომლის ჩანაფიქრს ხორცისში ასვა მისმა უახლოესმა მეგობარმა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მგელაძემ იხილეთ გაზეთი ასავალ-დასავალი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მხედრიონი შეიქმნა, საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ ჯაბა ზურგს უმაგრებდა იმდროინდელი პარტიული ხელმძღვანელობა. კერძოდ, უკვე ნახსენები გურამ მგელაძე. სხვათა შორის არც ჯაბას და არც გურამ მგელაძეს არ დაუმალავთ, რომ ისინი მეგობრები იყვნენ. გეთანხმებით, ასეთი აზრიც იყო, რომ მხედრიონი შეიქმნა სპეციალურად, როგორც ჭყალებში პატრიოტული ორგანიზაცია, რომელიც დაუპირისპირეს ეროვნულ მოძრაობას. მე ეს არის უკვე ჩემი კომენტარი, აი ეს ერთი წინადადება. მხედრიონი ასრულებდა სადამსჯელო ფუნქციას, ფინანსდებოდა ოფიციალურად უმაღლესი სახელმწიფო სტრუქტურებისა და მაფიოზული კლანების მიერ, რომელთაც საკუთარი ფინანსური წყაროს შესანარჩუნებლად ანგარიში უნდა გაეწიათ საქართველოს ცენტრალური კომიტეტისა თუ მინისტრთა საბჭოს პასუხისმგებლ პირთათვის. გურამ მგელაძემ, რომელიც პარალელურად აგრომრეწვის თავმჯდომარე გახლდათ, მოუხმო მისადმი დაქვემდებარებულ ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და პირადად დაევალათ მხედრიონის დაფინანსება. ასე დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ეგრეთ წოდებულ მაშველთა კორპუსის სახით, რაც საბოლოოდ გაცხადდა 1991-12 წლებში კანონიერი ხელისუფლებისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის დამხობაში. აღსანიშნავია, რომ საპატიო მხედრიონების სახელი მიენიჭა ედვარდ შევარდნაძეს, რომელმაც ღირსეულად აღასრულა ის გეგმა, რაც მხედრიონის შექმნას დაედო საფუძვლად. 1990 წელს მხედრიონი იწყებს დავალებების შესრულებას. ეროვნულ ფერმონში იწვევს დაპირისპირებასა და განხეთქილებას. მხედრიონელების მხრიდან ადგილი აქვს ფორუმის წევრებზე შეიარაღებულ თავდასხმას, რის შედეგად რამოდენიმე წელს ჭრიან. მილიცია აბსოლუტურ ინდიფერენტიზმს იჩენს. ქალაქის ცენტრში იმელი შენობის წინ რუსთაველის გამზირზე მომხდარ შემთხვევას უყურადღებოდ ტოვებს. პირველი ნაბიჯები ჭყალებში შედეგიანია. კომუნისტები კიდევ უფრო აძლიერებენ მხედრიონს და ცდილობენ მათი რიგების შევსებას კრიმინალებით. ფილარმონიის დარბაზში დანიშნულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ კონფერენციაზე მხედრიონელები ადგილებს ინაწილებენ, რომელიც მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას და ფიზიკურ დაპირისპირებას. ზვიად გამსახურდიას უდიდესი მოთმინებით მხედრიონი მაინც ახერხებს პროვოკაციის გამოწვევას, მაგრამ მიზანს ვერ აღწევს დარბაზში მყოფი საზოგადოების უარყოფითი რეაქციის გამო. მხედრიონი და მისი ხელმძღვანელი ჯაბა იოსელიანი ზვიად გამსახურდიას არ ტოვებს უყურადღებოდ. უპირისპირდება ქვემო ქართლში ჩასახლებულ სვანებს შორის კონფლიქტის მოგვარებაში. რუსეთის მიერ სამაშაბლოში დაწყებულ პროვოკაციას უშუალოდ აკონტროლებსა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. ქართული მოსახლეობის დაცვის ნაცვლად ოსებს უწყობს ხელს, რაც ორმაგად საშიშ ვითარებას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის. რუსთაველის გამზირზე მდებარე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროფკავშირების შენობაში მხედრიონის ბანდები უვარდებიან ზვიად გამსახურდიას სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. ქაქუცა ჩოლაყაშვილის რაზმელ ალექსანდრე სულხანიშვილის დაკრძალვაზე სოფელ მატანში თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალვისას მხედრიონის ბანდის წევრები ავტომატური იარაღიდან დაუსრულებელი სროლებით ცდილობენ ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების გამოწყობას. საბოლოოდ მაინც მიზანს აღწევენ და ცხრილავენ თეთრი გიორგის ეკლესიას და ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავს, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიერ გაკეთდა. ფორუმში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ზვიად გამსახურდიას მოწოდებით
საქართველოს ჰელსინკის კავშირი, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება, მაშინ ჯერჯერობით იყო და ამასიც მე მოგახსენებ შემდგომ გადაცემებში. ასევე ტრადიციონალისტთა კავშირთან დაკავშირებითაც მოგახსენებ, ეროვნულ-ლიბერალური კავშირი ტოვებენ ფორუმს და ქმნიან საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციას გვალმაგიდას, რომლის სპიკერად ირჩევენ ზვიად გამსახურდიას. კომუნისტური ხელისუფლება არ აპირებს პოზიციების დათმობას ბრძოლის გარეშე. მათ დაქვემდებარებაში მყოფი კრიმინალური ფორმირება მხედრიანი, რომელიც ითვლის რამოდენიმე ასეულ შეიარაღებულ კრიმინალს და უფარავად ემუქრებიან ტერორით ზვიად გამსახურდიას და მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებს. იმ პერიოდში კომუნისტებს გეგმით მხედრიანს ემიჯნებოდა გარკვეული ჯგუფი თეთრი გიორგის სახით, რომელიც უარს აცხადებს მრგვალი მაგიდის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ისინი გამოდიან მხედრიონის წინააღმდეგ დაპირისპირებული, მხედრიონის ბრჭყალებში დაპირისპირებული, რასაკვირველია მხედრიონის მიერ ერთი ტერორისტული აქტი მაინც ხორციელდება. უცნობი პირები ბრჭყალებში კლავენ თეთრი გიორგის ხელმძღვანელ ავთანდილ მანერბაძეს და მის 2 წევრს. მრგვალი მაგიდის ოფისში ყოფილი კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის შენობა, მაჩაბელის ქუჩა ნომერი 11. თეთრი გიორგი ბოლომდე დარჩა მხედრიონის ერთგული, ზვიად გამსახურდიას პოზიციებზე დროებით გადმოსვლა მათი უფროსების მიერ ნაბრძანები ბინძური ტაქტიკური ბრჭყალებში ნაბიჯი იყო. 1190 წლის ზაფხულში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მტვერელის ეკლესიის მოპირდაპირედ მხედრიონი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მილიციასთან ერთად გეგმავს ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას. ამონტაჟებენ 40 კილოგრამიან თუთიის კასრში ასაფეთქებელ ნივთიერებას. ამ ადგილს ირჩევენ, რადგან კარგად აქვთ შესწავლილი ზვიად გამსახურდიას მარშრუტი, რომლითაც სახლში ბრუნდება. მოპირდაპირედ აყენებენ ფასად შემორყეულ მარტო მანქანას, რათა ყურადღება ნაკლებად მიიწვას. სიტუაციას შორიდან აკონტროლებდნენ. ელოდებიან ზვიად გამსახურდიას. იმ ადგილზე მოსახლეობის დასახლების სიმცირე იმედს აძლევს, რომ დაგეგმილი ოპერაცია დადებითად დასრულდება. გზად მიმავალი ზვიად გამსახურდია აფიქსირებს ელექტროგაყვანილობის სისტემას, მანქანა იმ ადგილს არ უახლოვდება, მტერი ვერ ასწრებს გეგმის სისრულეში მოყვანას. ტერორისტები ცდილობენ მიმავლას, ზვიადი ადგილზე იძახებს რომან გვენცაძეს, მაშინ გახდათ რომან გვენცაძე შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე იძახებს ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროს ილია გრიშა, 2 სახელი ჰქონდა, ეს იგი შონიას, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა თანამშრომლებიც ახლავთ. ავტორი ცნობილია, იწყება მოჩვენებითი ძიება. კოლხურ კოშკს აკითხავს რამოდენიმე თვითმხილველი, რომელსაც დეტალურად აქვს აღწერილი ტერორისტების მუშაობის სქემა. ირკვევა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ყურადღებას მაინც მიიპყრო ადგილის დათვალიერებისას აღწერენ 40 კილოგრამიან თუთიის კასრს, რომელიც სავსეა ასაფეთქებელი ნივთიერებით, ელექტროგაყვანილობას, რომელიც კვეთს სამანქანო გზას და უერთდება ავტომანქანას, რომელიც დამონტაჟებულია საათზე. ელოდებიან ამ დარგის ბრჭყალებში სპეციალისტს, რომელმაც ზუსტად უნდა განსაზღვროს ნივთიერების არსებული რაოდენობა, რა მანძილზე გავრცელდება, როგორი იქნება აფეთქების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი. ყოველივე ზემოთქმული ფორმალურ ხასიათს ატარებს, პერიოდი კვირაში ბრჭყალებში გამოძიება უშედეგოდ მთავრდება. მილიცია მაქსიმალურად ცდილობს დანაშაულის მიჩქმალვას, ვინაიდან ისინი არიან თანამონაწილენი არ შემდგარი ოპერაციისა. ყოველივე ამის უკან დგას ავადსახსენებელი ორგანიზაციები, სუკი, ანუ უშიშროების კომიტეტი საქართველოს, ცენტრალური კომიტეტი, მინისტრთა საბჭო, რომელიც იმედებს მხედრიონზე ამყარებენ. მხედრიონის აგიტაცია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს მასშტაბით. კარგ განაზღაურებასა და ბრჭყალებში სამუშაო პირობებს პირდებიან, ცდილობენ გზასაცდენილი, დაუსაქმებელი ახალგაზრდები სხვადასხვა ბინძური გზით ასწვნონ. შედეგებიც გვარიანია.
საქართველოს ყველა კუთხეში ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს მხედრიონის სახით შეიარაღებული ჯგუფები აქვს, რაზეც მმართველობის გახანგრძლივების იმედს ამყარებენ. მხედრიონის ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაპირისპირებით დაფინანსებას გარდა სახელმწიფო ორგანიზაციებისა ახორციელებენ კერძო პირები, მათი უკანონო ქონებას მფარველი უჩნდება, მათ გარები მომავალში იქნება გამოქვეყნებული. მე გულისხმობ დამფინანსებლებს, რომლებიც ურცხვად დღესაც დაბრძანდებიან და ასევე პრივილეგირებული ბრჭყალებში არიან ფინანსურადაც და საერთოდ საცხოვრებელი მდგომარეობით. ცხოვრების პირობებით, უფრო სწორად, ჯაბა იოსელიანი უკავშირდება სრულ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს, რომელნი ცენტრალური კომიტეტისა და სუკის უშუალო მონაწილეობით იქმნება. მოსახლეობის სასტურად 1999 წლის 24 მაისს გაგრის რაიონის სოფელურის ძალაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს ძარცვავენ და წვავენ იმ მიზნით, რომ ზვიად გამსახურდია თბილისს მოაშორონ და ქარიშხალა სტადიონზე დანიშნული 26 მაისის დემონსტრაცია და მიტინგი ჩაშალვა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ბიჭვინთისა და გააგრის მილიციის პასუხისმგებელი პირები აწვდიან ინფორმაციის ლიზავის სახლის თავდამსხმელების შესახებ, რომლის შემსრულებლებიც არიან მხედრიონელები და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრები. მტერს მიზნები უცვლელდება, ზვიადი თბილისში რჩება, აგრძელებს ისტორიული თარიღისთვის მზადებას, რომელიც ტრიუმფით ტარდება კომუნისტებისა და ეგრეთ წოდებული პარტიების უაზროდ გაწეული მუშაობის მიუხედავად, მთელი თბილისის მოსახლეობა თავს იყრის ქარიშხალა სტადიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიტინგი რადიოფიცირებულია, რათა ხალხმრავლობის გამო ყველას მიეცეს მოსმენის შესაძლებლობა. ახტაცებული მოქალაქეები ზვიად გამსახურდიას ხელში იყვნენ და ამით გამოხატავენ მისდამი უდიდეს ნდობასა და სიყვარულს. კომუნისტები იწყებენ მხედრიონის პოპულარიზაციას. აქცია ეწყობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის პარტკომი და პრორექტორი ვახტანგ გოგუაძე, ედუარდ შევარდნაძის უშუალო მითითებით. მისივე დავალებით ქმნის ვახტანგ გოგუაძე პრეს-კლუბს, რომელსაც უპირისპირებს ეროვნულ მოძრაობას. ყოფილი პრეს-კლუბელები ედუარდ შევარდნაძის ერთგული და შეუცვლელი პოლიტიკური ძალა ბრჭყალებში, დღესაც ბრჭყალებში წარმატებით განაგრძობს ხუნტასთან თანამშრომლობას. რაც შეეხება ვახტანგ გოგუაძეს, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს შევარდნაძესთან, მაქსიმალურად ცდილობს უნივერსიტეტში ძალაუფლების ხელში აღებას და ანტიეროვნული ბაზის შექმნას, რომელსაც წარმატებით ახორციელებს. ივანე ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, შალვა ნუცუბიძის, არნოლდ ჩიქობავას, აკაკი შანიძის, გიორგი ჩუპინაშვილის და სხვა სახელოვან მეცნიერთა ცოდნის ტაძარში 1990 წლის 19 მარტს ჯაბა იოსელიანი აწესებს მიტევების დღეს, რომელსაც მასპინძლობს უნივერსიტეტი. მხედრიონს და მის ხელმძღვანელს სტუდენტებისა და პედაგოგების გარემოცვაში უნივერსიტეტის ეზოში საზეიმო ბრჭყალებში ცერემონიალს უწყობენ. მიზანი ერთია: სტუდენტი ახალგაზრდობისა და მერყევი პოზიციის მქონე პედაგოგებისათვის დამნაშავე და მოღალატე ადამიანების გოგუაძისეული კომუნისტური დაფასების მაგალითი მიეცათ, იღვაწებთ კომუნისტებისათვის დამსახურებისამებრ დაფასდებით. თქვენი წარსული შავი თუ თეთრი, შესაშური პოპულარობით შეიცვლება, რომლის ბედს ბევრი თავგზავნეული ახალგაზრდა და პედაგოგიც ინატრებს. ჩვენი მეცნიერების ხსოვნის შეურაცხყოფის აპოგეა გახლდათ ის ავადმსახსენებელი დღე, როდესაც უნივერსიტეტის კედლებში გაისმა ყველა ჭეშმარიტი ქართველის დამამცირებელი პიროვნების ჯაბა იოსელიანის საზოგადოების წინაშე წარდგენა და ღვაწლმოსილი მეცნიერების დავიწყება. აქცია, რომელიც უნივერსიტეტში დაიწყო, სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით დასრულდა. ცნება არაკაც კვლავ მივიწყებული იქნა, აღევლინა ძმათა მკვლელთა სადიდებელი. მხედრიონის პარალელურად კომუნისტებმა დაიწყეს სრულ ლიდერების დაპირისპირება ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან, უშუალოდ ზვიად გამსახურდიასთან. 1990 წლის ზაფხული განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთით გამოირჩევა. კომუნისტებთან დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. განსაკუთრებით გააქტიურდა კომუნისტების შენიღბული ორგანიზაცია ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი ხელმძღვანელი გია ჭანტურია,
კომუნისტებმა და უშიშროებამ გამოიყენეს სუკის აპრობირებული მეთოდი დისიდენტურ მოძრაობას დაუპირისპირა სრულ დისიდენტური მოძრაობა, რომელთაც დევნითა და მხილებით პოპულარული ეროვნული ლიდერების სახელი შეუქმნა. გიორგი ჭანტურიას ეგრეთ წოდებული პატიმრობისას სუკი ყოველთვიურად ხელფასის სახით 90 მანეთს უხდიდა. თამარ ჩხეიძე, მარკა ბაღდავაძე, ნანა კაკაბაძე, ლუიზა შაკიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორთაჭალის ციხის მომსახურე პერსონალთა კადრებს აბსლუგასო მეძახიან ეკუთვნოდნენ, რომელნიც ციხის ბიბლიოთეკის თანამშრომლები იყვნენ. ეს ხდება გეორგიევსკის ტრაქტატის წინა პერიოდში. ვინმე არ იფიქროს, რომ აქ რაღაც გადაჭარბება არის, ამაზე არის გამოქვეყნებული მასალები იხილეთ 1191 წლის მაისის საქართველოს რესპუბლიკა, სადაც თამარ ჩხეიძეს და ეგაც მოგახსენეთ ყველაფერი არის დაფიქსირებული. აბსლუგა ქვია რუსულად და ქართულად კი მომსახურე პერსონალი კადრებს ეკუთვნიან, რომლებიც ციხის ბიბლიოთეკის თანამშრომლებად იქნენ გაფორმებული. ფინანსური ანაზღაურება შეადგენს 60 მანეთს. ირაკლი წერეთელი ზონის ჩამშვება ცნობილი ციხის ადმინისტრაციის სანდო და დაახლოებული პატიმარი, რომელიც სუკმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერად მონათლა. სახალხო ფრონტის შეიარაღებული ბანდის წევრი ავთანდილ იმნაძე, ეგრეთ წოდებული კონგრესმენი ვიქტორ ცხილაძე, სუკის ერთგული ჯაშუშები, რომელთა ქმედება გარეთ ციხეში განსაკუთრებით დატვირთული იყო. დაინტერესებული პირების მიმართ ინფორმაციის შეკრებითა და დასვენით მონაწილეობდნენ 1991-12 წლებში სახელმწიფო კრიმინალურ გადატრიალებაში. ვიქტორ ცხილაძის ვიათ გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაპატიმრების შემდგომ დააკავეს 1978 წლის 28 იანვარს. იგი თანამშრომლობდა უშიშროების სამსახურთან, რომელმაც გაზეთ კომუნისტში წარადგინა წერილი, სადაც ამხელდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ანტისაბჭოთა ქმედებას. დაპატიმრებულ იქნა შენერგვის მიზნით. მის მიერ მიცემული ჩვენებები, რომელიც გაცხადდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესზე, იყო უშიშროების თანამშრომლის ურცხვი და ცილისმწამებლური გამოსვლა. მან მისცა ვრცელი ჩვენება ყველა იმ პირზე, რომელთაც უფრთხილდებოდნენ ზვიადი და მერაბი. მისი ჩვენების შედეგად სუკმა ჩაატარა რამოდენიმე მოქალაქის ბინაზე ჩხრება, საიდანაც ამოღებულ იქნა ზვიადისა და მერაბის გადამალული არქივი. მათ შორის იყო შალვა მალახვაკელიძის სრული არქივი, რომლის გამოცემას შემდეგ ვიქტორ ცხილაძემ დაიწყო. განთავისუფლდა უმოკლეს ვადაში, გაგრძელა ჩოულის საქმიანობა. კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ შევარდნაძემ ეგრეთ წოდებულ კანცელარიაში მას უბოძა საკმაოდ მაღალი თანამდებობა, ხოლო მისი ვაჟიშვილი გულბაათ ცხილაძე ასევე დასაქმებულ იქნა კანცელარიაში მაღალ თანამდებობაზე და დღესაც იქ მოღვაწეობს. ავთანდილ იმნაძე აქტიური ჯაშუში, რომელიც გამსახურდიების ოჯახში თამარ ჩხეიძის ინიციატივით მოხდა, როგორც ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერი ბრჭყალებში გასაკვირველია, მისი მოღვაწეობის ბრჭყალებში ესეც მთავარი მიზანი იყო იმ პირთა დასმენა, რომლებიც ზვიადისა და მერაბის გარემოცვაში იყვნენ. შენასწანებად დააბეჭდა ორიოდე პროკლამაცია, რომელიც გახდა ბრჭყალებში მიზეზი მისი ბრჭყალებში პატიმრობაში აყვანისა. პატიმრობისას განსაკუთრებული ინტერესით აღწერდა თბილისში მიმდინარე მოვლენებს, პიროვნებების მისეული დახასიათებით, რომელიც სუკის თანამშრომელთა დადებით განწყობას იწვევდა. ამის დასტური გახლავდათ მისი სატელევიზიო გამოსვლა სათანადო ჩვენებით, რომელიც სუკის ინტერესებში შედიოდა 1991-12 წლებში, გამოდიოდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, იგი განაგებდა ხუნტის იარაღით მომარაგებას. 1991 წლის 24 დეკემბერს ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სახალხო ფრონტის ოფისიდან უაზის ტიპის ავტომანქანებით გამოჰქონდა იარაღი. იარაღის უსაფრთხო გადატანას იცავდა ელდარ შენგელაია. ავთანდილ იმნაძის ქალიშვილი ნათია იმნაძე, როგორც ყველა მოღალატეების შვილები, ისიც სახელმწიფოს თანხებით გაგზავნილი იქნა საფრანგეთში, დღეს კი მოღვაწეობს ეგრეთ წოდებულ სახალხო დამცველის აპარატში პასუხისმგებელ თანამდებობაზე. შევარდნაძე მოსკოვში გადასვლის დღიდან არამცდელ შეანელა ყურადღება საქართველოზე, არამედ იგი კვლავ განაგრძობდა მის ფაქტიურ მმართველობას. შევარდნაძესთან დაახლოებული პირები გიორგი ჭანტურიას-საარიშვილი გამოდიოდა ლოზუნგით
ძირს ზვიადგამსახურდია შევარდნაძის ალიანსი, რომლის დევიზით ატარებდნენ აქციებს და პიკეტს ზვიადგამსახურდიასა და მრგვალი მაგიდის წინააღმდეგ. ისინი დაუფარავად ხდებოდნენ მოსკოვში შევარდნაძეს, რომელიც აცნობდა მოსკოვში აკრედიტირებულ ჟურნალისტებსა და დიპლომატებს, რომელთა მიზანიც იყო უცხოეთისათვის მიეწოდებინათ სრულ ინფორმაცია ზვიადგამსახურდიას შესახებ. მათ კავშირებს არეგულირებდა შევარდნაძის მარჯვენა ხელი საქართველოში და შემდგომ რუსეთში საქართველოს ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში ნუგზარ ფოფხაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა იდეოლოგიურ სამსახურს, სარგებლობდა მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის ფუნქციებით, უშუალოდ აკონტროლებდა და გეგმავდა ოსტანკინოდან საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაზე გადაცემებს, ანაწილებდა როლებსა და ფუნქციებს ეგრეთ წოდებული ქართველი ჟურნალისტებისა და მოხალისე ჯაშუშებისათვის. მათ შორის გამოირჩეოდნენ აკაკი მიქაძე, ნოდარ ბროლაძე, კოკა ანდრიაშვილი, მუგზარ კერესელიძე, ნანა გონღაძე, თეიმურაზ სულხანიშვილი, თემურ ქორიძე. ეს ის თემურ ქორიძე არ გაიგონოთ, პარლამენტარი თემურ ქორიძე არის მეორე თემურ ქორიძე, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი. მამუკა არეშიძე, ნანა ჯაფარიძე, ვალერი კვარაცხელია, ციური ბაჯელიძე, თამარ ჩიქოვანი, თამარ დეკანოსიძე, თემურ მირიანაშვილი, ზაზა ქინქლაძე, გოგა ხანიდრავა, მარკ ლიკინი, მერაბ ბერაძე, გიორგი მერკვილიშვილი, ზურა ბალარჯიშვილი, არმა სანებლიძე, კლარა აბრამია, არჩილ გოგელია, ჯულიეტა ვაშაყმაძე, რუსლან მიქაბერიძე, ვახტანგ მასხულია, ნაირა გელაშვილი, თენგიზ ნათაძე, ნოდარ ბროლაძე, ბესიკ ურიგაშვილი, გიორგი ფოფხაძე, გიული ანთელავა, თავხელიძე გახლდათ რადიო თავისუფლების დიქტორი. ეს გახლავთ არასრული სია, რომელსაც შემდეგ წინ საბჭოს ყველა არავის არ ვაწყენინებდა, ყველას გვარი იქნება იქ დაფიქსირებული. ნუგზარ ფოფხაძე ჯერ კიდევ ცეკას მდივნობის პერიოდში მოსვენებას უკარგავდა გამსახურდიების ოჯახს. არც ტელევიზიის თავმჯდომარეობის დროს უღალატაჩოულ პროფესიად ჭალებში, მისი უდიდესი დამსახურების ჭალებში შედეგია ბექტური თუ ელექტრონული მედიით შეთხზული ბინძური წერილები თუ გადაცემები, რომელიც მიაყვარებით მოედინებოდა გამსახურდიების გვარზე. ამ ბინძურ ომში შევარდნაძის ერთგულმა და სანდორ ნუგზარ ფოფხაძემ დროებით ჭალებში წარმატებას მიაღწია. დღევანდელი გადასახედიდან ნუგზარ ფოფხაძე თავის შეფთან ერთად ისე დამარცხდა, როგორც მათ მიერ შეთხზული პასპილები. თუმცა შევარდნაძესა და ფოფხაძეს შორის დამოუკიდებლება არ შესულა. იგი დღესაც ცეკას მდივანია იდეოლოგიური ხაზით, არის შეუცვლელი მრჩეველი და კონსულტანტი შევარდნაძისა, მისი უშუალო ხელშეწყობითა და დაფინანსებით გიორგი ჭანტურია და სარიშვილის დუეტი გასცდა რუსეთის საზღვრებს და დაიწყო გეგმიანი მოგზაურობა ჭალებში უცხოეთში. ისინი აქტიურად მოღვაწეობდნენ საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით. ეწეოდნენ საქართველოში არსებული მდგომარეობის ფალსიფიცირებას, ქმნიდნენ სრულ ვერსიებს. მსოფლიო საზოგადოებაში 1990 წლის ზაფხულში შევარდნაძის ინიციატივით პრაღას გაემგზავრა გიორგი ჭანტურია, სადაც ტარდებოდა საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული დისიდენტების კონფერენცია. მასში მონაწილეობდნენ პაროი რაირიკიანი, კვარიაგინი, ტამუჟინსკი, ბუკოვსკი და სხვები. მან გაავრცელა სრულ ინფორმაცია ზვიადგამსახურდიას შესახებ, თითქოს იგი ავიწროებდა ეროვნულ უმცირესობებს საქართველოში და მოითხოვდა მათ გადასახლებას საქართველოდან. პრაღაში შეთხზეს ცილისმწამებლური დოკუმენტი ცნობილი პრაღის 24 რეზოლუციის სახით, სადაც ზვიადგამსახურდიას ახასიათებდნენ როგორც ნაციონალისტს, ეროვნული უმცირესობების მტერს ფალსიფიცირებული ზეპირი განცხადების საფუძველზე. ჰელსინკის კავშირმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა რეზოლუციის ხელმომწერებს, წერილობით მიმართა ზემოთხსენებულ ჭალებში დისიდენტებს. გიორგი ჭანტურიას პრაღაში მასპინძლობდნენ ძმები გუდავები, წითელი დისიდენტები, რომელიც დაჯავშნული იყვნენ ედუარდ შევარდნაძის მიერ. მან ვადამდე გაათავისუფლა ძმები ბანაკიდან და გაამგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ დეზინფორმატორებად და უშუალოდ ზვიადგამსახურდიას მიმართ ცილისმწამებლური კამპანიის ორგანიზატორებად, რომელიც პრესისა თუ რადიოსადგური თავისუფლების საშუალებით თითქმის ყოველდღიურად გადასცემდნენ საქართველოში მიღებულ ჭალებში ინფორმაციას, რომელიც შევარდნაძისა და კრემლის გეგმით ხორციელდებოდა.
კომუნისტები გრძნობდნენ, რომ მოასალობდნენ საშიშროებას, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვებას, ვისა აწარმოებდნენ იდეოლოგიურ ომს მისი ლიდერის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. თუნდაც რადგის იმ ფაქტის დაფიქსირება სუკის მიერ დევნილი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ 1988, 99, 90-იან წლებში დიქტატორად შერაცხვა, მაშინ როდესაც თავად იყო მუდმივი მეთვალყურეობისა და დევნის მსხვერპლი. პარტნომენკლატურა და სუკი თავის სახელს სხვას უწოდებდა, რათა საინფორმაციო ომით მიეღწიათ ზვიად გამსახურდიას სახელის გაკეთებას. მოსახლეობაში მისი ავტორიტეტის შელახვას, მიუხედავად იმ უდიდესი მანქანისა, რომელსაც შევარდნაძე და ფუფხაძე ხელმძღვანელობდნენ, მსოფლიოს მასშტაბით ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ომში ხელმოწარულნი დაარჩნენ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურების შემდგომაც. ეხლა მე მინდა სანამ გადავიდოდე სხვა იმ ორგანიზაციაზე, რომელიც სადამშოვე ორგანიზაციებზე, რომელიც შეიქმნა საქართველოში, მე მინდა რომ წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ ჯერ მხედრიონის ხელმძღვანელის ჯაბა იოსელიანის ბიოგრაფია, რომელიც გამოქვეყნებული იყო პრესაში, აქეთ გახლავთ საქართველოს გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა 4 შაბათი 20 თებერვალი 1991 წელი. აქ არის ესეთი მისი საამაყო ბიოგრაფიის რაღაც ნაწილი მხოლოდ აქ დასაკვირველია არ არის სრულად, თორე მის რამოდენიმე ათეულ ტომში აქვს. ეს გახლავთ რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული ჯაბა იოსელიანის შტრიხი უგალოვნე ბიოგრაფია. მე შევეცადე რომ ქართულ ენაზე სულ პატარა ეს მონაცემები მომეხსენებინა თქვენთვის, ვინაიდან ეს არის ცენტრალური კომიტეტის, მთელი ხუნტის, პუტჩისტების საამაყო პიროვნება, რომელზე საუბარი დღესაც არ წყდება პრესითა თუ ტელევიზიით. და დღევანდელი ეგრეთ წოდებული წარმომადგენლები, რომლებიც თითქოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები და სახელმწიფოს ხელისუფლების სათავეში ბრძანდებიან და ასევე გადანაწილებული აქვს სხვადასხვა თანამდებობების სხვადასხვა სტრუქტურებში. ისინი მხედრიონელები გახლავენ და მე მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს სრულყოფილად ყველაფერი, იმიტომ რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან, ისეთ დანაშაულთან, რომელ დანაშაულსაც ვერასდროს ვერ გამოისყის ვერავინ. აბა გავეცნოთ ახლა სისხლის სამართლის დანაშავის ბიოგრაფიის შტრიხები. ჯაბა კონსტანტინეს ზე იოსელიანი დაბადებული 1926 წელს. პირველი ნასამართლეობა თბილისის მოლოტოვის რაიონის სახალხო სასამართლომ 1953 წელს გაასამართლა ჯაბა იოსელიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის B პუნქტის 177 მუხლით ქურდობა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. მეორე ნასამართლეობა ქალაქ ლენინგრადის კუიბიშევის რაიონის სახალხო სასამართლომ 1951 წელს გაასამართლა ჯაბა იოსელიანი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 78 მუხლის მეორე ნაწილით, მაგრამ მე-11 უკაცრავად ნაწილით მე-19 მუხლების მეორე ნაწილი ხულიგნობა 1 წლით თავისუფლების აღკვეთით. მესამე ნასამართლეობა 1956 წელს ლენინგრადის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა ჯაბა იოსელიანი 25 წლის თავისუფლების აღკვეთით 7 ივლისს. განაჩენი ახსულების ვადა ჩაითვალეს 1955 წლის 8 ოქტომბრიდან. იმყოფებოდა რა პატიმრობაში ჯაბა იოსელიანი თავის თავს უწოდებდა კანონიერ ქურდს და ქურდულ ტრადიციებს იცავდა. მეოთხე ნასამართლეობა 1960 წლის 3 სექტემბერს ჯაბა იოსელიანმა ქალაქ ნოვოჩერკასკის მესამე საპყრობილეში ჩაიდინა ხულიგნური ქმედებას სცემა ზედამხედველი, რის გამოც ქალაქ ნოვოჩერკასკის სასამართლომ გაასამართლა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 74 მუხლის მეორე ნაწილით ხულიგნობა და მიუსაჯაო წლით თავისუფლების აღკვეთა. 1965 წელს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილების ბრალდების
ბრალდებულების შეწყალებაზე ჯაბა იოსელიანი განთავისუფლებული იქნა 1965 წლის ოქტომბერში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შარევის შედეგად, რის შემდგომ გახდა წითელი ქურდი კვალებში წითელი. 1990 წლის აპრილს იმყოფებოდა რა სამაჩაბლოში ჯაბა იოსელიანი ეუბნებოდა თავის ახლობლებს. მე ვაპირებ, რადგან არ უნდა დამისდეს ხელმძღვანელის თანამდებობას საქართველოში, რისთვისაც მე მჭირდება ფული, ამიტომ ჩემი ბიჭები რეკეტს აწარმოებენ. ოჩახ ჯაბა და ჯაბის მხედრიანელები ოჩახ. 1990 წლის ივლისში ცნობილი ზუგდიდელი ქურდი ზაქრო ჭითანავა ყვებოდა, რომ იგი შაქროს ეძახდნენ, მაგრამ აი ახლა ორი სახელი როგორც უნდათ ისე გაიგონ ზაქრო ერთია ჭითანა ყვებოდა, რომ იგი მხედრიანის წევრი იყო. მათ სურთ პრესის საშუალებით კომპრომენტირება გაუკეთონ ზვიად გამსახურდიას და აიძულონ იგი ითხოვოს პატიება. თუ გამსახურდია პატიებას არ ითხოვს, მაშინ მხედრიანის წევრები მას მოკლავენ. 1990 წლის 12 ნოემბერს ოთხჯერ ნასამართლელი მხედრიანის წევრი, უახლოესი თანამებრძოლი ჯაბა იოსელიანისა, თეიმურას ყურაშვილი და მისი თანამოაზრეები თავს დაესხნენ ჯანიაშვილის ოჯახს ფულის გამოძალვის მიზნით. ჯანიაშვილი იყო ნატანების ღვინის ქარხნის მთავარი ინჟინერი. სასამართლოს სხდომის ოქმის ამონაწელი 27 ივნისი, 7 ივლისის 27-დან 7 ივლისამდე გრძელდებოდა, ესე იგი 1956 წელი. ჯაბა კონსტანტინეზე იოსელიანი სისხლის სამართლის საქმეზე დაბადებული 1926 წელს. ლენინგრადის საქალაქო სასამართლოს კოლეგიამ შემდეგი შემადგენლობით თავმჯდომარე ხოლოდოვი, სახალხო მოსამართლეები გოროდკოვი, კოზლოვი, პროკურორი ალექსეევი, მდივანი გოკინაევა დაადგინა ჯაბა იოსელიანს არ ჰქონდა გარკვეული საქმიანობა და საცხოვრებელი ადგილი, იყო ბანდიტური დაჯგუფების წევრი. შემდეგი შემადგენლობით ლაცაბიძე, ინაშვილი, აბზიანიძე. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ 3 პისტოლეტითა და ფინორიდანით. თავს დაესხნენ გაძარცვის მიზნით 1955 წლის 8 ოქტომბერს დაახლოებით 13 საათზე ქალაქ ლენინგრადში მოსკოვის ქუჩაზე მდებარე სახლის ბინა 32-ს. ინაშვილმა ლაცაბიძემ დაასახიჩრეს მოქალაქე ფელდმანი და დაახჭეს მოქალაქე ფელდმანი და ყველამ ერთად გაიტაცა მოქალაქე ფელდმანის კუთვნილნელი 1400 მანეთი, სამპაულები და ძვირფასეულობა. ბანდიტური თავდასხმის დროს იოსელიანი იდგა ფელდმანთან ახლოს პისტოლეტითა და დანით. ჩხლეტდა მას, რომ გამოეძალა სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. აუხლია თვალები, შეუკრა ფეხები, შემდეგ იგი დაახრჩო. თავდასხმის შემდეგ იოსელიანი სხვა ბანდის წევრებთან ერთად დაიმალა, ნაძარცვი მიითვისა. ოჩახ ჯაბა იოსელიანი. მას მეგობრობაც არ ცოდია და საქმეში ვინც ერთად კურდობს, ერთად ინაწილებენ ნაძორს, ამან მიითვისა. კოლეგია სავსებით ცნობს ბრალდების მტკიცებულებას იოსელიანის მიმართ. ლენინგრადის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მიუსაჯა ჯაბა იოსელიანს 25 წლით სასჯელის მოხდა შრომა გასწორების კოლონიაში ქონების კონფისკაციით. განაჩენის ახსულების ვადად ჩაითვალოს 1955 წლის 8 ოქტომბერი, თავმჯდომარე ხოლოდოვი, სახალხო მოსამართლეები გოროდკოვი და კოზლოვი. ამ ფაქტთან დაკავშირებით მე ჯერჯერობით თავს ვიკავებ, მაგრამ წიგნში აუცილებლად იქნება დაფიქსირებული კიდევ მეხუთე პიროვნება, ჩემს მიერ ჩამოთვლილი პიროვნებების გარდა, რომელიც თქვენთვის ძალიან ცნობილია და საქართველოში ცნობილი პიროვნება, რომელიც ამავე ბანდის წევრი გახლდათ. მისმა მეუღლემ იზრუნა იმისათვის, რომ ჩასულიყო მოსკოვში პოლიტბიუროს ერთ-ერთ წევრს დაკავშირებოდა, ვინაიდან მას იცნობდა და მისი მეშვეობით მიეღწია ჯაბა იოსელიანის განთავისუფლებას და ამ შემთხვევაში
ჯაბა იოსელიანთან მოლაპარაკება ასე მიდიოდა დამცველის მეშვეობით, რომ ჯაბა იოსელიანი იმ პიროვნების გვარს არ დაასახელებდა, სამაგიეროდ მისი მეუღლე მას დაიხსნიდა და სწორედ აი პირველ გვერდზე მე სადაც დაგიწერეთ, რომ შეწყალებული იქნა, აი ეს შეწყალება, სწორედ ის შეწყალება გახლავთ, რომელიც სახელოვანმა ძოლმა და ქმარმა ნაძარცვი კი უნდოდათ, ყაჩაღობა უნდოდათ, მაგრამ სახელის გახმაურება არ უნდოდათ. ის პიროვნება თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ხუთში მონაწილეობდა ის მამაკაცი ჯაბას თანამონაწილე ასე ქორდოფოში და ყაჩაღობაში თანამონაწილე და მისი კოლეგა გარდაცვლილი იყო ხუთშისთვის, მაგრამ მისი მეუღლე ვაჟიშვილი და შვილიშვილებით იდგა საქართველოს ტელევიზიის საფეხურებზე და ლოზუნგებზე ისურვა. ვაგრძელებთ შემდეგ უკვე კითხვას თუ რა ხდება შემდგომ. განამხოლოდ მხედრიანი შექმნა ცენტრალურმა კომიტეტმა, სუკმა, ტეკამ და საერთოდ პოლიტბიურომ, არა. აქ იყო ჩართული მთელი საბჭოთა კავშირის უმაღლესი ეშელონები, რადგან საქართველოში არ უნდა მოხდარიყო ის პროცესები, რომელიც მაინც განვითარდა და საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამასთან დაკავშირებით ყველანაირად ცდილობდნენ, რომ კიდევ დამატებითი ძალები მოეზიდათ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ. საზოგადოება თბილისელის შექმნა. საზოგადოება თბილისელი. შევარდნაძე და მისი ერთგული კომუნისტები საქართველოში მხედრიანის პარალელურად ქმნიან საქველმოქმედო ორგანიზაცია თბილისელს, რომელიც ფორმირდება საქართველოს კულტურის ფონდის ბაზაზე. 1989 წლის 26 ივნისის დადგენილებად ამავე წლის 14 ივლისს ატარებს დამფუძნებელ კონფერენციას, აქვეყნებს საზოგადოების წესდებას, ხსნის საბანკო ანგარიშს, ირჩევს საბჭოსა და გამგეობას. საზოგადოება თბილისელის პრეზიდენტია ჯანსუღ ჩარკვიანი, მოადგილეები დავით ციციშვილი, რეზო ამაშუკელი, დემურ ნიქაძე, ამირან კავკასიძე, მერაბ ალექსიძე. თბილისელის დამფუძნებელი დავით ციციშვილი, იგივე ციცკა, ყოფილი კონდიტერი, პროვიანტებით მოვაჭრეთ გოგლა ლეონიძის მოურავის გიორგი ციციშვილის ძმა, როინ მეტრეველის მძახალი, რომელიც ფლობდა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომლის ნაწილი შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდში ჩამოერთვა. დოკუმენტურად ქალაქ რუსთავის ერთ-ერთი ორგანიზაციის სახელზე გაფორმდა სინამდვილეში შემოსენებული ტილოების მფლობელი გახდა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ციცკას დაპატიმრება ააცილა, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი და საქართველოს ენციკლოპედიის ეკონომიკური განყოფილება უბოძა. სიცოცხლის ბოლომდე ციცკა ემსახურებოდა ედუარდ შევარდნაძეს, ასევე იყო დამფინანსებელიც საზოგადოება თბილისელის და მხედრიანის. საზოგადოება თბილისელის ძირითადი მიზანი და დანიშნულება იყო კავშირი მოსკოვთან, საზოგადოების დაპირისპირება საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან, საქართველოს პუტჩის მომზადება, კრიმინალურ ძალებთან გაერთიანება და მათი დაფინანსება. ასე ჩაეყარა საფუძველი საზოგადოება თბილისელის ალიანს მხედრიონთან, კრიმინალურ ბანდებთან, სულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლის უშუალო ხელმძღვანელი იყო ედუარდ შევარდნაძე. საქართველოში მათი სახით შეიქმნა მეხუთე კოლონა, რომელიც სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების შემდეგ ამოეფარა რუსეთის არმიას, რითაც ხელი შეუწყეს საქართველოს ოკუპაცია ანექსიას. საზოგადოება თბილისელი ითვლიდა 140 წელს, მათ შორის ვალერი ასათიანი, ვახტანგ კიკაბიძე, ხათუნა ღაბერიძე რუხაძისა, თინა კრიხელი, გივი მინდელი, ჯანა ბაგრატიონი, დავით დათუაშვილი, როინ მეტრეველი, თამარ შილაკაძე, ზურაბ ლომიძე, იზო პატერიშვილი, ვაჟა ქერგი, მარიამ ლორქიფანიძე, გიგა ლორქიფანიძე, გივი ახვლედიანი, ნანა ალექსანდრია, ნინო კიღურაძე, ნანული აბესაძე, ნოდა ლომოური ხუდადოვი, რამას ხუროძე, ნაპოლეონ ქარქაშაძე, თემო ჭირგაძე, ოთარ ლითანიშვილი, ირაკლი ანდრიაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი,
ვახუშტი კოტეტიშვილი, გიორგი ციციშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, დემნა ქარსელაძე, ზაზა აბზიანიძე, რეზო ჩხეიძე ექიმი, რეზო ჩხეიძე რეჟისორი, ზურაბ წერეთელი, თამარ ერისთავი, ეწოდებული პოეტი, რომელიც ამიტომ კითხულობ, რომ როგორც პოეტს არ იცნობთ, ამიტომ გვარით და სახელით მაინც ისე. რეზო თაბუკაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ზურაბ ლეჟავა მხატვარი, მინდია სალუქვაძე, რევაზ იაშვილი პროფესორი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ხარაბაძე და სხვები. საზოგადოება თბილისელი 1990 წლის 29 მარტს თბილისში აქვეყნეს გაზეთ თბილისში, აქვეყნეს მიმართვა საქართველოს დედაქალაქის ყველა მკვიდრისადმი. აი საინტერესოა ეს მიმართვა და ძალიან გთხოვთ ყურადღება გაამახვილეთ ყოველივე იმაზე, რასაც ესენი ბრძანებენ ამ მიმართვაში. ეს არის ისეთი მძიმე დაპირისპირება, რომელიც დღემდე გრძელდება ქალაქსა და სოფელს შორის. აქვეყნებს მიმართვას დედაქალაქის ყველა წევრისა მიმართვა ფაქტიურად ამზადებს მოსახლეობას შინააშვილობისაკენ. ბრალს დებს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას არარსებულ სიტუაციაზე, ცდილობს მოსახლეობის ცნობიერებაში დააფიქსიროს თბილისელის უპირატესობა, რაც თავისთავად ნიადაგს ქმნის პროვინციისადმი დაპირისპირებისა. ვკითხულობ მიმართვის ტექსტს. საქველმოქმედო საზოგადოება თბილისელი გამგეობა იმ მძიმე საზოგადოებრივ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს აღმოჩნდა მოგმართავთ გულმხურვალე თხოვნით. ყოველი ღონე იხმაროთ და არაფერი დაიშუროთ იმისათვის, რომ ჩვენი სათაყვანებელი ქალაქი არ გადაიქცეს უწესრიგობის, ავაზაკობის და ყაჩაღობის საუფლოდ. დღეს თურმე ყვავის საქართველოში კულტურა, ზნეობა, არაფერი არ ხდება, აი თქვენ დაიწყეთ და თქვენ მოიმკეთ ყოველივე ეს და თქვენს კისერზეა ყოველივე ეს დანაშაულებრივი ქმედებები, რაც 60 წლის მანძილზე ხდება საქართველოში. თქვენთან ერთად რასაკვირველია თქვენ მხედველნი და მე უკვე დავასახელი ის ორგანიზაციები და ამიტომ თანამზახველები ერთობლივი თქვენი თანამზახველები ხართ და ამავე დროს ახორციელებთ ყოველივე იმას, რომელმაც დღევანდელი საქართველო დაღუპვის პირად მიიყვანა. სათაყვანებელი ქალაქი არ გადაიქცეს უწესრიგობის, გიმეორებთ, ავაზაკობისა და ყაჩაღობის საუფლოდ, რომ მასში არ იღვრებოდეს ძმათა სისხლი, რომ თავდაჭერილობის, უგუნურობის, ავგულობის გამო არ იღუპებოდნენ ჩინებული ადამიანები. სამუდამოდ არ უბედურდებოდნენ ოჯახები, არ ობლდებოდნენ შვილები, უნუგეშოდ არ რჩებოდნენ შვილები. რამდენი ოჯახი გააუბედურეთ, რამდენი დააფრიეთ, რამდენი დააობლეთ. ხალხნო აზრზე მოდიხართ, თუ ჯერ არ მოსულხართ კიდე. ეს ხომ ყველაფერი თქვენი დოკუმენტური მასალებისგანაა აღებული. ჩვენ უბრალოდ გადმოვეწყოთ და აი ამას გიკითხავთ და უკითხავთ სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რათა თქვენ ცნობილი გახდეთ იმ სახელით, რა სახელსაც ატარებთ. ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის წევრებმა ბრჭყალები დაიხურა. ეს არის რაღაც პატარა ამონარიდი გავაკეთეთ, იმიტომ რომ არ გვიშრომია ამაზე ბევრი. ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის წევრებმა მართლაც არ დაიშურეს ძალა და ღონე, იარაღის ძალით დაპირისპირებოდნენ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც შემდგომ ხელისუფლების ბრჭყალებში სათავეში მოვიდნენ. დღევანდელი გადასახედიდან ნებისმიერი პიროვნების სახელის და გვარის ჩაწერა შეიძლება იმ დამნაშავეთა რიცხვში, რომელნიც ბრჭყალებში მოძღვრავდნენ საზოგადოებაზე, თავად ჩადიოდნენ არნახულ ბოროტებას, სიბილწეს. მათი დამსახურების შედეგია დღევანდელი გაპარტახებული, გასხვისებული, განადგურებული საქართველო. ასე დაიწყო მათი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ყოველივე ეროვნულის განადგურებას, საქართველოს ძარცვის, ხარჯზე სხვათა და სხვათა გვარების გამდიდრებას, ხელისუფლების ძალადობით დამხობას და ერთი მუჭა მოღალატეების ხელში მმართველობის გადასვლას. გადახედონ საზოგადოება თბილისელის წევრებს, მათ ოჯახებს, ახლობლებს, როგორ აფასებს დღევანდელი საზოგადოება მათ ბრჭყალებში ღვაწლს და მონაპოვარს ასევე ბრჭყალებში, რითაც სამუდამოდ დაემკვიდრეს მოღალატის სახელი, რომელსაც ვერავით არის ჟამთასვლა ვერ შეამსუბუქებს. ეხლა მე რომ
არ დარჩეს შთაბეჭდილება მსმენელს და მაყურებელს იმისა, რომ ამის დოკუმენტური მასალები არ გვაქვს და ჩვენ მოვიგონეთ, იხილეთ ამიერიდან თბილისელიც. გაზეთი თბილისი 18 ივლისი 1989 წელი. ნარგიზა მგელაძე წელს ამას ეს. აქ არის დაფიქსირებული ასევე თბილისელი თანამზრახველთა საზოგადოება. გახლავთ გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა 1989 წლის სექტემბერი. შემდეგი ეს გთხოვთ რომ ახლოს აჩვენოთ ეს ასევე ეს აქვე არის ის ზუსტად რაც წაგიკითხეთ მიმართვა საზოგადოება თბილისელის ის დიდი ღირსშესანიშნავი მიმართვა და ყველას ის არის დასამახსოვრებელი მიმართვა საქართველოს დედაქალაქის ყველა მკვიდრისადმი საზოგადოების ყველა წევრისათვის. გაზეთი თბილისი 1990 წლის 29 მარტი. მე არაფერს არ მოგატყუებთ, არ შევესწრები არანაირად, რომ შეცდომაც რომ დაოშა იმასაც ბოდის მოგიხდით და ეს არის გახლავთ ეგრეთ წოდებული წესდება, რომელიც აბსოლუტურად კავშირში არ არის იმ ქმედებასთან, რასაც ისინი ჩადიოდნენ წლების მანძილზე, ასე რომ ყველაფერი ადგილზეა თქვენი წყალობით, მადლობ კიდევ ერთხელ. შემდეგი გახლავთ ეგრეთ წოდებული ეროვნული კონგრესის შექმნა. ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პარალელურად დესტრუქციულ ქმედებებს ეწევა ეგრეთ წოდებული ეროვნული კონგრესი, რომელშიც გაწევრიანდნენ ეროვნული მოძრაობის, კერძოდ მრგვალი მაგიდის მტრები. მათ გაავრცელეს ხმა კონგრესის არჩევნების ჩატარების შესახებ, რომლის მიზანი იყო ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ პარალელური სტრუქტურების შექმნა, ეგრეთ წოდებული ალტერნატიული პარლამენტის სახით. ისინი აწყობენ ხმაურიან ხულიგნურ აქციებს უზენაეს საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რისთვისაც მათ არავინ არ სჯის. 1990 წლის 12 სექტემბერს გაზეთი თბილისში ქვეყნდება სარიშვილის ფარისეულური წერილი ეროვნული კონგრესი გზა დამოუკიდებლობისაკენ. ამას თქვენ თავად გაეცანით, თქვენ კარგად იცნობთ სარიშვილს და კარგი იმეორებთ 1990 წლის 12 სექტემბრის გაზეთი თბილისი. ეგრეთ წოდებულმა კონგრესმენებმა უმოკლეს დროში დაუმტკიცეს საქართველოს მოქალაქეებს, როგორი დამოუკიდებლობა სურდათ, რითაც თავი საბოლოოდ იმხილეს. გაზეთი ახალგაზრდა ივერიელი 3 ნოემბერი 1990 წელი აქვეყნებს სუკის მიერ დაკომპლექტებული კონგრესმენების სიას, ეგრეთ წოდებული კონგრესმენების სიას, რომელთა გვარებს მე წაგიკითხავთ, ყველას შეგახსენებთ თქვენ სახელს და გვარს, რომ იყავით ქაღალდზე და დარჩით ისევ ქაღალდის მენანება თქვენთვის ნამდვილად. ასევე ვეცნობით 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ჩასვლის მიზნით ეგრეთ წოდებული ეროვნული კონგრესის საორგანიზაციო კოლეგიის ინფორმაციის, რომელიც მიზანმიმართულად აწყობს 15-18 კაციან სხდომებს 12, 28, 29, 31 ოქტომბერს, 6 ნოემბერს და ასე შემდეგ, რათა ხელი შეუშალონ ლეგიტიმური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობას. განსაკუთრებული აქტიურობითა და სასტიკით გამოირჩევიან სხდომების ჭყალებში მიმდინარეობისას. ირაკლი წერეთელი მამუკა, გიორგაძე ირაკლი, ბათიაშვილი მაჟა, მთავრიშვილი გიორგი, კობახიძე გიორგი, ჭანტურია გია თვალავაძე, ირაკლი ქადაგიშვილი თემურ, თიფია იულიანი, ხაინდრავა თორნიკე, ფიფია გიორგი, ხაინდრავა ირინა, სალიშვილი თემი, შარმანაშვილი, გურამ ბოგბაიძე, ილია ჭავჭავაძის თვითმმართველი საზოგადოების წევრები და სხვა კრიმინალ პოლიტიკოსები. ქართულ მარშალთა კორპუსის ხელმძღვანელი ჯაბა იოსელიანი პარალელურად ერთვება სახელმწიფოში პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და ქაოსის შექმნაში. ხერგიონის ხელმძღვანელი, რომელიც გახლავთ პოლიტექსპერტი, ბრჭყალებში რასაკვირველია აფიქსირებს და ცნობს ეგრეთ წოდებულ ეროვნულ კონგრესს, მის კანონიერებას ბრჭყალებში. მიზანი ემსახურება ძალისმიერი გზით კანონიერი ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. მიუხედავად ბრჭყალებში ქართულ მარშალთა კორპუსის მიერ გამოქვეყნებული ფიქტიური წესდებისა, იხილეთ გაზეთი მხედრიული ნომერი 1,
რომელიც სულ შეუსაბამობაშია მხედრიონის ბანდების ქმედებასთან, აშკარად იკვეთება მისი შექმნის მიზანი. საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული კონგრესი, რომ არავის არ აურჩევია, ამაზე თავად ბრჭყალებში კონგრესმენთა სია მეტყველებს, რომელსაც კომუნისტური მაფია დიდი მონდომებით აქვეყნებს გაზეთ ახალგაზრდა ივერიუსში 1990 წლის 3 ნოემბერი კიდევ გიმეორებ. 200 კონგრესმენი ბრჭყალებში საბოლოოდ ამტკიცებს კრიმინალურ ოთხეულთან და მხედრიონის ბანდებთან გაფორმებულ ერთობას შეძლებს და გვარად გავაცნობთ მაყურებელს მათ გვარებს, რომელიც გაოცებას არავის არ გამოიწვევს, ვინაიდან ისინი ფიგურირებენ ყველგან, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დამმხობლები არიან. შეკითხვით მიმართავთ ეგრეთ წოდებულ კონგრესმენებს. სად გაქრა მათი კონგრესის, ეგრეთ წოდებული კონგრესის სახელი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების დამხობის, ძალისმიერი დამხობის შემდეგ ვერსად ვაფიქსირებთ, რჩებიან საქართველოს აღიარებულ მოღალატეებად კონგრესის ქოლგის ქვეშ. ნება მიგოძეთ, პირობის თანახმად გაგაცნოთ, შეგახსენოთ, უბრალოდ მე ნამდვილად არ გაგაცნობთ, იმათ ძალიან კარგად ისნობს საზოგადოება, მაგრამ ვინაიდან ეს ინტერნეტით გადის, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს იქნეს დაფიქსირებული. ეგრეთ წოდებული კონგრესმენების სია. მე მინდა პარალელურად ამისა ერთი რამ ესე იგი მოგახსენოთ, რომ ის ვინც საზოგადოებად თბილისელის, ეგრეთ წოდებული თბილისელის წევრები არიან, ამავდროულად დაფიქსირებული არიან ეგრეთ წოდებული ეროვნულ კონგრესმენებთან სიაში. მე ჩემს მიერ ჩამოთვლილი ნაწილობრივ ჩამოთვლილი გვარები, აი ამ 200 კაცშიც იქნება დაფიქსირებული, ასე რომ ეს ჩემი შეთხზული არ არის, ვინაიდან ხალხის სიმცირეს განიცდიდნენ, ასე ყავდათ, ესე იგი მხედრიონელებიც არიან, მხედრიონელებიც იხილავთ ეგრეთ წოდებულ თბილისელებსაც, ეგრეთ წოდებულ კონგრესმენებსაც ბრჭყალებში, მაგრამ ეს თქვენში გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან ეს მოღალატური ბანდები მაინც და მაინც ვერ იზიდავდნენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც ძალიან სურდათ, რომ მათთან გაწევრიანებულიყვნენ. ასევე მინდა შემდგომში ამაზე შემდეგ მოგახსენებთ, როდესაც გადავა თუ არ დააქვთ გაზეთი ახალგაზრდა ივერიელი 3 ნოემბერი 1990 წელი. მე მხოლოდ გვარების ჩამონათვალს ვაკეთებ აქ, ვინაიდან მათი საპასპორტო მონაცემები არის, მე არაფერში არ მაინტერესებს, არც მათი დაბადების წელი, არც მათი თარიღი, წელი, დღე და საქმიანობა, ვინაიდან მათი საქმიანობა გაცხადდა სრულად საქართველოს წინაშე. ეს არის ფორმალურად მიწერილი, ზოგს უწერია რაღაც პარტია და ამ დროს არის მხედრიონელი. მოდი დავიწყოთ. დემურანთია, დავით ანდღულაძე, კასუმ აბასალაევი, მერაბ აღნიაშვილი, გუძა აფაქიძე, ლალი აფციაური არ გეგონოთ ინეს ადვოკატი, ეს ვითომ ექიმია. რობერტ ბაბლიძე, ირაკლი ბათიაშვილი, კონდრატე ბაბუნაშვილი, ნუნუ ბალიაშვილი, მამუკა ბარათაშვილი, ნოდარ ბარამიძე, ირაკლი ბაზაძე, გურამ ბერიშვილი, თორნიკე ბერიშვილი, თამაზ ბეჟანიშვილი, ბესარიონ ბეციაშვილი, რობერტ ბირკაია, კარლო ბლაგიძე, თენგიზ ბოკერია, ჯემალ ბულბულაშვილი, გიორგი ბულბულაშვილი, არ ბულბულაშვილი 5 არის მგონი, ეს გაგაოცებთ პირდაპირ. გიორგი ბუმბლიაშვილი არის ეს, ზურაბ გაბლიშვილი, ამირან გეგენავა, ნაირა გელაშვილი, თემურ გელაშვილი, ნიკო გელაშვილი, გელაშვილების მთელი ჯგუფი მოუყანიათ, მეულუდ გელაშვილი, ჯემალ გელაშვილი, ნოე გელაშვილი, მერაბ გვაზავა, მეულუდ გიგაური, ედიშერ გიორგაძე, მამუკა გიორგაძე, გურამ გოგბაიძე, თამაზ გოგინაშვილი. ხომ გეცნობათ გვარები, ვინც საზოგადოება თბილისელში, ვინც კონგრესმენებში არის, ვინც მხედრიონში არის, ეს იგივე ხალხი, ასე ტრიალებს წრეზე.
აფსენტი გოგოლაძე, გიორგი გოგნიაშვილი, ზურაბ გოგრიჭიანი, ბახტანგ გოგუაძე, ნიკო გონაშვილი, გარი გრიგორიანი, კონსტანტინე გუგულაშვილი, მერაბ დაღელაშვილი, რეზო ესაძე, აკაკი ვასაძე, ვალერი ვაშაკიძე, ლევან ვაშაყმაძე, ზაზა ვეფხვაძე, მსხვერპლიო უწერია უპარტიოო. ხო, უპარტიო იყო, რა როკერელია, ბანდიტები. ვახტანგ ზენაიშვილი, გიორგი ზუმბაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ჯუმბერ თადიაშვილი, პაატა თავზარაშვილი, ჯონი თაყნიაშვილი, გია თვალავაძე, თამაზიაშვილი, მანანა იაშვილი, ზურ მერაბიაშვილი, ჯაბა იოსელიანი, ვალერიან იოსავა, ნანა კაკაბაძე, მურმან კაკაურიძე, ბორის კაკუბავა, გურამ კაკულია, ვალერი კალანდარიშვილი, ავთანდილ კალანდაძე, სტეფანე კალაიჯიშვილი, თეიმურას კანდელაკი, ლენა კაპანაძე, კახაბერ კახაძე, დავით კვარაცხელია, თამაზ კვაჭანტირაძე, დავით კიჟინაძე, ლაშა კიკალეიშვილი, მამუკა კიკალეიშვილი, ზურაბ კიკნაძე, გიორგი კიკნაძე, გულადი კიკნაველიძე, თორნიკე კილანავა, ვლადიმერ კილასონია, გიორგი კობახიძე, კობა კომახიძე, თან პარტიის წევრები, თან კონგრესმენები, თან რაღაც უბედურება ამათ თავს, ზურაბ კოდალაშვილი, ჯუმბერ კოპალიანი, მერაბ კოპლატაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, რაულ კუპრავა, არჩილ კუპრეიშვილი, ჯონი ლატარია, თემურ ლიპარტელიანი, თემურ ლომაია, მერაბ მამარდაშვილი, ნუკრი შამელაშვილი, მერი მარკოზია, თემურ მასხულია, თამაზ მაყაშვილი, აკაკი მაჭავარიანი, ირაკლი მაჭავარიანი. ესენი ყველა შევარდნაძესთან არის საერთაშორისო უმრავლესობა. სიმონ შევარდნაძესთან იყვნენ და ახლა გადმოინაცვლოს იმასთან. სიმონ მაჭავარიანი, კარლო მაჭავარიანი, მაჭარაშვილი, ტარიელ მახარაძე, გიორგი მგალობლიშვილი, ლევან მესხი, ვაჟა მთავრიშვილი, აბესალო მიქელაძე, რუსლან მიქაბერიძე, მურმან მიქაბერიძე, ვალერი მურჯიკნელი, კობა მშულდაძე, ნანა მჭედლიძე, დავით მჭედლური, გელა ნიკოლაიშვილი, ოთარ ნოდია, დავით ინანიშვილი, თორნიკე ონიანი, მერაბ პაიჭაძე, მალხაზ პატარაია, ზაზა პატარიძე, გიორგი ჟორჟოლიანი, ვიქტორ ცხილაძე, ვაჟა საგანელიძე, ირინა სარიშვილი, თეიმურა საყვარელიძე, რევა საყვარელიძე, მარინე სვანიძე, სოსო სირაძე, გიორგი სიხარულიძე, ზაზა სიხარულიძე, თეიმურა სუმბათაშვილი, ვახტანგ ტალახაძე, ვასილ ტალახაძე, რევას ტომარაძე, ირაკლი ტორონჯაძე, მარინე ტოტოჩავა, გენადი უჩუმბეგაშვილი, გერმანე ფაცაცია, თორნიკე ფიფია, თემური ფიფია, მორის ფოცხიშვილი, ბესარიონ ფუცელაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, სოსო ქარქაშაძე, მამუკა ქაჯაია, ზურაბ ქელეხაშვილი, რამაზ ქოჩორაძე, მიხეილ ქურდიანი, ტარიელ ღვინიაშვილი, ჯანსუ ღვინჯილია, ალეკო ღონღაძე, მერაბ ღონღაძე, გელა ღუნწკაძე, ლევან ყენია, ვახტანგ ყუფუნია, ავთანდილ შავლუხაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ლუიზა შაკიაშვილი, მერაბ შარაშენიძე, ლევან შენგელია, ლევან შოშიაშვილი, მაყალა ჩახვაშვილი, გურამ ჩახვაძე, გურამ ჩიჩუა, თამარ ჩხეიძე, რეზო ჩხეიძე, მამუკა ცაგარელი, თამას ცაკაშვილი, ზურაბ ცინცაძე, კიდევ მეორე ზურაბ შემდეგ არის ზურაბ ცინაძე, სიმონ ცისკაძე, ალეკო სუკილაშვილი, გორჩა ცუცკირიძე, გიორგი ცხადაძე, გიორგი ძნელაძე, ირაკლი წერეთელი, თამას წერეთელი, მერაბ წერეთელი, თამას წივწივაძე, ნიკო ჭავჭავაძე, გიორგი ჭანტურია, გიორგი არტემისზე ჭანტურია და გიორგი ოთარიძე ჭანტურია. იცით გიორგი ჭანტურია ვინ არის და ის მეორე კიდე ჭანტურია, ორივე ეროვნულ დემოკრატიული პარტიის სასახელო შვილები არიან. დავით ჭელიძე, ოთარ ჭილაძე, ვასილ ჭყოიძე, კობა ხაბაზი, გიორგი ხაინდრავა, ივლიანე ხაინდრავა, ლაშა ხეთწურიანი, ზურაბ ხოჭულავა, ვასილ ხომერიკი, ვალერი ხუროძე, ვანო ხუხუნაიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი. ეს ივანე ჯავახიშვილის შვილზეა ლაპარაკი. შემდეგ დემურ ჯალაღონია,
დავით ჯანელიძე, რამარ ჯაფარიძე, მურმან ჯგუბურია, ჯანო ჯიშკარიანი, ალექსანდრე ჯიქია, მამუკა ჯორბენაძე, 200 კაცი. ალბათ და მე თქვენ დაგამშვიდებთ იმით, რომ ეს კონგრესმენ მაყურებლებს და მსმენელებს დავამშვიდებ იმით, რომ ეს კონგრესმენთა სია დაიბეჭდება ისე, როგორც მათ დაბგარბეს ახალგაზრდა ივერიელში. ასე რომ გულს არავის არ დავწვეთ მათი სახელები, ისევე როგორც აი ამ გაზეთის ფურცლებს შემორჩა, ასევე შემორჩება ისტორია სამუდამ ჟამოდ. მე ხელთა მაქვს მცირე რაოდენობა ვინაიდან რათა არ გადაგხალოთ და თანდათანობით კიდევ შეემატება ამას, იმიტომ რომ აქ არის ამონარიდები, მთელი რიგი ისეთი ასე ვთქვათ განწყობილებებისა და მიზნებისა, რომელიც აუცილებელია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იმხელს საკუთარ თავს და აი აქედან გამომდინარე, ამიტომ დამჭირდა მე ამის მოხმობა. გაზეთი ახალი თაობა, 2000 წელი, 8 ივნისი, ნომერი 1155. ეს არის გამეორება, არ გეგონათ 2000 წელს დაიბეჭდა. ეს არის გადმობეჭდილი ძველი პერიოდის გამოქვეყნებული არის პერიოდში და შემდეგ კიდევ შეახსენეს თავი გაზეთის ასე ვთქვათ დაინტერესებულმა პირებმა და 2000 წელსაც გამოქვეყნა. გურამ გელაძემ ჯაბაიოსელიანს დაავალა ზვიად გამსახურდიას მოკლა. ამ განცხადების ავტორია ალეკო ტბელაშვილი, ყოფილი პოლიტპატიმარი, ყოფილი ფორუმის წევრი, რომელიც აქვეყნებს ვრცელ სტატიას ამ თემასთან დაკავშირებით. საკმაოდ ვრცელი სტატია, მე ამით არ გადავხდები, თითქმის 2 გვერდი უკავია ამას გაზეთისა და ახალი თაობის ფორმატია, ყველა ჩვენთაგანისათვის კარგად არის ცნობილი. გაზეთი იბერია სპექტრი 21-27 მაისი 1992 წელი. გაფრთხილება. ყველა უკანონო მიტინგი იქნება დარბეული, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ტყვიას ვესვით. ჯაბაიოსელიანი. თურმე ესენი კანონიერ მიტინგებს ატარებდნენ ხელისუფლების დასამხობად და შემდგომში ჩატარებული მიტინგები ყოფილა უკანონო. აი ასეთ სამართლიანობასთან ჰქონდა საქმე და აი ამ სამართლიანობის გზით მიაღწიეს იმ საშინელებას, რომელიც 20 წელიწადია გრძელდება საქართველოში. გაზეთი აღდგომა 1992 წლის 3 სექტემბერი, ნომერი 20. ჯაბაიოსელიანი მეგრელები უნდა ამოწყვიტო და ამ მიწაზე სხვები დაასახლო. ჟურნალ ნოვое время 1992 წლის სექტემბრის 36 ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალი არკადი დუბნოვის წერილი, ცხელი წერტილები, რომელშიც ვკითხულობთ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ჭრალებში, რასაკვირველი ჩვენთვის არავითარ ჩვენ ეს იყო ხუნტის თავმჯდომარე და არა ესე. სამეგრელოში გამგზავრების წინ თბილისის ტელეპროგრამა იბერვიზით გამოვიდა თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯაბაიოსელიანი. თავმჯდომარე შევარდნაძირა. მოგეხსენებათ. დიალოგი მეგრელებთან, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს გამსახურდიას, მას ჭყალებში ზედმეტად მიაჩნდა. რაზე უნდა ელაპარაკო მაგათ, განაცხადა მან. უბრალოდ უნდა ამოწყვიტო ყველა და ამ მიწაზე სხვები უნდა დაასახლო. კი ახორციელებთ ამას ნამდვილად. სამეგრელოში ჩინელები და სხვა მე არ ვეხები ახლა იმ ხალხს, ვინც თქვენი შემოყვანილია და თქვენ მემკვიდრეებისაც, მაგრამ აი ეს უკვე წინასწარ გქონდა თქვენ მოლაპარაკებული იმას მოსკოვთან და კიდე მოსკოვს იქეთ, ასე რომ ყველაფერს ახორციელებდით და ამბობდით წინასწარ. ამიტომ მადლობა ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის და გავაგრძელებთ შემდეგ. საინტერესოა იცნობს თუ არა ჯაბაიოსელიანის ამ განცხადებას ქართული ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც თავის თავს ერის წინამძღოლს უწოდებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭოს წევრები, მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს სტუდენტობა. ამჯერად ის მეთაურობით დაემხო დიქტატურა და დამყარდა დემოკრატია. ჭყალებში რასაკვირველია. ვისასახლებს ჯაბაიოსელიანი სამეგრელოში მესხეთელ თურქებს?
გერმანელ კოლონისტებს, თუ იმ 10,000 რუსს, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ უნდა ჩამოესახლებინა ვექტორის ასაშენებლად, თქვენ კარგად მოგესწრებათ ეს რაც იყო ეს ვექტორი, ან კიდევ გალში მეორე ჩერნობილის მშენებლობაზე. გაზეთი ახალი თაობა 1997 წლის 20 თებერვალი ნომერი 48 455. ესე იგი მე თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს წერილები გამოქვეყნებულია ადრე, მაგრამ გამეორება კიდე ცოდნის დედა არისო, ასე გითხრეს ჟურნალისტებმა და ამიტომ ქვეყნდება შემდგომშიც. ვინდა რატომ დააკანონა მაშველთა კორპუსი? ეკითხებიან სიგუას. თქმა იმისა, რომ ამ სტრუქტურამ რაიმე მნიშვნელოვანი ჩაატარა, თავისთავად სიცრუე იქნება. სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მოიცავდა 1073 ერთეულს. 922 რეგიონალური სამაშველო საშტატო ერთეული. მთლიანად იჯდა სახელმწიფო ბიუჯეტზე. სახელმწიფო უზრუნველყოფდა მის სატრანსპორტო საშუალებებით მას. საოფისე ფართობით, კომუნიკაციებით ეგრეთ წოდებული ბიუჯეტი 2 წელი, თანაც როგორი 2 წელი ინახავდა უზარმაზარ ბალანს, რომელიც არანაირი სიკეთის მომტანი არ იყო და რაიმე მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია. აბა რატო თანამშრომლობდი სიგუა, მაინტერესებს ძალიან. და რატომ იყავი იმ ოთხეულში, სადაც ჯაბა იყო ჩემთან ერთად. შეკითხვები ბევრია, პასუხების გამცემი არავინ აღარ არის, იმიტომ რომ საქმით დამტკიცეს ყველაფერი. გაზეთი რეზონანსი 1996 წელი 8 ივნისი ნომერი 81 ჯაბა იოსელიანი იარაღს ასტა ნაბაშიძისგან იღებდა. ასე განაცხადა საქართველოს რესპუბლიკის პარტიის წევრმა ოთარ ზოიძემ. მისი თქმით, იოსელიანი ამ იარაღს გამსახურდიას მომხრეთა წინააღმდეგ იყენებდა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, 1992 წლის მარტში აჭარის დეპუტაცია შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს, ჯაბარ იოსელიანსა და თენგიზ სიგუას. რესპუბლიკურმა პარტიამ სახელმწიფო მეთაურის თვალწინ, რასაკვირველია ჩვენთვის სახელმწიფო მეთაური და ესა ხუნტის მეთაური, თვალწინ დაადანაშაულა, ვინაიდან გაზეთში ასეა მე ვალდებული ვარ, რომ დაავიცვა ის მეთაურის თვალწინ დაადანაშაულა მისი იმჟამინდელი მოადგილე იარაღის მიწოდების ფაქტზე, რაც იოსელიანმა დაადასტურა და კიდეც დაამატა, რომ იღებდა და კიდეც მიიღებს აბაშიძისგან იარაღს. გაზეთი ახალი თაობა 1997 წელი 6 მარტი ნომერი 62 და იღებს ჩილებში 462. ვინდა რატომ შექმნა მაშველთა კორპუსი? მაშველთა კორპუსის ლეგალიზაცია მოხდა ფაცაციას მიერ ხელმოწერილი მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით. ფაცაცია ასიოდე დღის დანიშნული იყო მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიჰყავდა ზურაბ კერვალიშვილს. როგორი იყო ამ სხდომის მოსამზადებელი პერიოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმაჩნია ამ სამსახურის მაშველთა კორპუსის დებულების დამუშავება. შემდეგ ვინ განიხილა და დაამტკიცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანია, როცა ქმნის საქმეს, პიროვნებას, ახსენებ რაღაცას, სახურავს მერე ვინ დაადგავს ან ააშენებს, აშენების შემდეგ კურმარილს ვინ გადაიდეს, ეს არ არის მთავარი. მინდა დავიწყო ჯაბა იოსელიანის კარვის გახსნის მომენტიდან ეს მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქოხილივით გაისმა. ჟურნალი „სარკე“ 1998 წლის 18-25 ნოემბერი ნომერი 40 მხედიორმა თხარა და თეთრი მელა გამოთხარა. ეს ეხება იმას, რომ ჯაბა იოსელიანი და ედუარდ შევარდნაძე უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან და აქ უკვე ესე იგი მეგობრობაში ბზარი გაჩნდა და ამის გამო ასეთი ხალხური ანდაზაა გამოყენებული, რომ ეტყობა 2 ფუთი მარილი არ იყო ჯაბა იოსელიანს რომ შეჯამარათა შევარდნაძე ბოლომდე გაეცნო. შემდეგ იგივე გაზეთში ესე იგი იმავე სტატიაში ვაფიქსირებ ეს მე ჩემი გადმოგეცით ესე კიზე პირად რაც მთავარი იყო ამ მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ და გამოჩენილმა პიროვნებამ ჯაბა პოლიტპატიმრად შერაცხა ზვიად გამსახურდიას დროს. დაიგზავნა ფაქსები და დეპეშები უცხოეთში, მოეწყო აქციები. ჯაბა იოსელიანს მაშინ ბევრი მეგობარი ჰყავდა. იგი დღესაც პატიმარია, მაგრამ გარდა მხედიონისა მას პოლიტპატიმრად თითოეულა მიიჩნევს. დღეს უფრო უადვილდებათ გარკვეულ პიროვნებებს ჯაბას კრიმინალად წარმოჩენა. სამწუხაროა, რომ ინტელიგენციის იმ ნაწილისათვის, ვინც ჯაბაზე აზრები შეიცვალა, სამართლიანობა უსამართლობის კრიტერიუმი ხელისუფლების და კერძოდ შევარდნაძის პოზიციებიდან გამომდინარე წყდება.
ხელისუფლების ის ჩინოსნები ჭალებში და სეკვირვე ხელისუფლების ჩინოსნები, ვინც ჯაბას 1991 წელს პოლიტპატიმარს უწოდებდნენ, დილების წინაშე დგნენ. ან უნდა აღიარონ, რომ თუ ჯაბა იმ ქმედებისთვის იყო პოლიტპატიმარი, მაშინ ახლაც პოლიტპატიმარია, ან ჯაბა ზვიადის დროსაც კრიმინალი იყო და ახლაც კრიმინალია. პირველის აღიარება მათ არ აწყობს. მეორე შემთხვევაში ისინი უხერხო მდგომარეობაში ვარდებიან, რადგან გამოდის, რომ ადრე პოლიტპატიმარად მონათლეს და ორივე შემთხვევაში. გაზეთი ასავალ-დასავალი 98 წლის 5-11 იანვარი ნომერი 2 მხედრიონის კრიშა ცეკას დივანი გურამ გელაძე აცხადებს იმავე ბანდის წევრის სიგუა. არც მეგობრობა და აქ ჭიდო ურთიერთობა არასოდეს მქონია. მე არაერთის მithვას, რომ ედუარდ შევარდნაძის თბილისში ჩამოყვანის წინააღმდეგი ვიყავი. ბატონი ჯაბა კი მისი ჩამოყვანის ერთ-ერთი ინიციატორი. პირველი სკრიპტა ჭყალებში გახდათ. შევარდნაძის ჩამოსვლამდე სამხედრო საბჭოს წევრები ვიყავით მე, თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი. შევარდნაძის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სამხედრო საბჭო გაუქმდა და შეიქმნა პრეზიდიუმი 4 კაცის შემადგენლობით. შევარდნაძის, იოსელიანის, კიტოვანისა და სიკვას. სულ რაღაც 2-3, ასე იგი 4 კაცი რომ სახელმწიფოს მმართველობას ჭყალებში ხელში იღებს, იმას ქვია თუ არა ხუნტა. აიღეთ ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, წაიკითხეთ და დააფიქსირეთ. ვისაც არ გესმით, გაიგებთ და ვინც იცით და შეგნებულად უარყოფთ ამას და არ გინდათ აღიაროთ, აგერ არის თქვენივე ნაწერი, თქვენივე გამოქვეყნებული, თქვენივე სიგუა. სულ რაღაც 2-3 თვის შემდეგ პრეზიდიუმი 2 ტანდემად გაიყო, შევარდნაძე იოსელიანი და კიტოვანი სიგუა. სამეგრელო აქტიურად და აშკარად უჭერდა მხარს პრეზიდენტ გამსახურდიას. შევარდნაძე იგივე გაგრძელება არის. შევარდნაძე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველად სამეგრელოში ჩავიდა. მამაშილური საუბრის იმედი ჰქონდა, მაგრამ მას დამპალი პანიკრებისა და ლაყი კვერცხების სროლით შეხვდნენ. ამის შემდეგ სამეგრელოში მხედრიონი შევიდა. რა თქმა უნდა, სამეგრელოში მხედრიონი შევარდნაძის ბრძანებით შევიდა. ბატონმა ჯაბამ შევარდნაძის ბრძანება შეასრულა და მხედრიონი სამეგრელოში დამსჯელი რაზმის სახით შეიყვანა. გაზეთი საქართველო 1996 წლის 6-10 ივნისი ნომერი 19. მივხვდი, რომ გამართლდა სიტყვები სამიდე უნდა მივცე ქალაქი ბიჭებს. მხედრიონელები შაბათკვირას ოპერაციებს არ ატარებდნენ. 14-16 ნოემბერს სოფლებს დარჩელსა და ანაკლიას იკლებდნენ. 16 ნოემბერს სოფელი დარჩელიდან წამოსვლის შემდეგ ახალ კახეთთან დამაკავშირებელ გზაზე 8 კაცზე ნადავლის წარჩევის მიზნით ხდება გაარკვეველ პირთა თავდასხმა, რის შედეგადაც 2 კაცი დაიღუპა, რამოდენიმე კი დაიჭრა. იმავე დღეს ესაბამი მიუვიდა ზუგდიდში ყოფის შტაბის უფროს გუგეშაშვილს, ქრისტესაშვილს, კომენდანტ პაიჭაძეს, ესენი მხედრიონელები, აქტიური მხედრიონელები გახლავთ. მათ გაერთიანება მათ შეაიარაღეს დაახლოებით 80-100 კაცი. 16 ნოემბერს რუსთავის გაერთიანება აზოტიდან გატაცებული კარუსით ჩავიდნენ შემთხვევის ადგილას და 14 და 17 საათამდე აწარმოეს დამსჯელი ოპერაციები, რადგანაც ძარცვა გლეჯასთან ერთად მოხდა სახლების დაწვა, დაზიანება და მოქალაქეთა ქონების განადგურება, ნადავლის ტრანსპორტირება. ჯაბა იოსელიანის დახმარებით მოხერხდა და საერთოდ მთლიანად ზუგდიდის რაიონის დარბევა. ჯაბა იოსელიანის სიტყვები მიეცით ზუგდიდის სანავარდოდ ბიჭებს გამართლდა. გაზეთი ასავალ-დასავალი 1997 წელი 2 დეკემბერი ნომერი 59 ჩილებში 173. გიგა გელაშვილი, ჯაბა იოსელიანი გალიაში გიგა გელაშვილი ბრძანებს, ჯაბა იოსელიანი გალიაში შევარდნაძეც ჩასვით. იმდენად განუყრელი იყო ეს ოთხეული, რომ რასაკვირველია, ერთად უნდა ყოფილიყო, დანაშაულს ერთად ჩადიოდნენ და ციხეც ერთი უნდა ყოფილიყო და საკანიც ერთი. გაზეთი კვირის პალიტრა 1998 წლის 19-25 იანვარი ნომერი 3 ჩილებში 154. ჯაბამ გააგრძელა სიგუასგან წერილი მომივიდა და ნაწილ-ნაწილ ავტომატი შემომიგზავნა. ეს ამონარიდი არის თვითონ ჯაბა იოსელიანი, რასაც იმაში თავის სამგანზომილებაში შემდეგ კვირის პალიტრას დაფიქსირებს.
წერილით მატყობინებდა, ახლა შენ თუ რამეს არ გააკეთებ, ჩვენი მიზნები ვერ განხორციელდება. ამიტომ მე ავტომატიკი ავაწყო, მაგრამ ცოტა მოღუნული იყო. ხო და გავყავი და დავინახე გვენცაძე მოდიოდა, ვრეკე პირდაპირ ფეხებში, ატყდა უბედურება, წავიდა ომი. მე ეს ავტომატი გავასწორე და ხიე ზაჟი გაწელნი ბრჭყალებში, რასაკვირველია, ტყვიები პირდაპირ სასტუმრო თბილისს. მერე მოვატრიალე და ვრეკე საცხოვრებელ სახლებს. რუსთაველდის თეატრზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ჩემი პიესა არ დადგეს, მაგრამ ვერ მოვარტყი. სამაგიეროდ ავიღე და დავწვი ციხე. აი მაშინ გადამარჩინა სიკვდილისაგან კიტოვანმა და სიგვალ. მერე გავაგდეთ გამსახურდია, შევესიეთ, ისინი ვესვრიან ვარდებს, ჩვენ ვესვრით ტყვიებს. გაზეთი თვალთაი 1196 წლის 22-28 ნოემბერი, მხედრიონი. ასეთი სათაურით მიდის. მხედრიონი ჯერ კიდევ საჭიროა თურმე საქართველოში, აი დღევანდელ დღეზე არის ეს და ამიტომ მე საჭიროდ მიმაჩნია რომ ამას ყურადღებით, იმიტომ რომ მხედრიონელები არიან იქ სააკაშვილთან. ნახევარი მხედრიონელები არიან ყველა სტრუქტურა, ეგრეთ წოდებულ სტრუქტურაში. მხედრიონი ჯერ კიდევ საჭიროა თურმე საქართველოში დიდი პოლიტიკის ბრჭყალებში გასაკეთებლად. ვინ იცის იმას ჭალებში იმას, ვისაც გულისხმობთ ახსნობილი, როდის დაჭირდება ძმა და მეგობარი ჟენევასა და მოსკოვში. თუ არა, აგერ სამეგრელოში. პროვინციული ფაშიზმის აღმოსაფხრელად. ჯაბა რომ საჭირო კაცი ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში, ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ სამეგრელო ხუთჯერ დალაშქვრისა და ჟენევაში მიდი-მოდისათვის, აფხაზეთის ჩაბარებისა და სამარჩაბლოს გაჩუფებისათვის, სამშობლოსათვის თავდადებულ ვაჟკაცს და დატერორებისა, ხოცვისა და გინებისათვის სახელმწიფო პრემიაზეა წარდგენილი. ნათქვამია მსგავსად უნდა განისვენოსო. ღიად გამსახურდიას განთავისუფლებული საქართველოს ჩვენ არ გვინდა. ირაკლი წერეთელი რუსთაველის პროსპექტზე ნაგავსაყრელი რომ მოაწყო, ეს გახლავთ 1191 წელი. აღარიანის ტრაგედია. ავტობუსში ჩაცრული 24 იულიარაღო ვაჟკაცი ცოტეს ჯიშის იარაღი თბილისში ჩააბარეს ოჯახებში დაბრუნების წინ 6 იანვრის 1192 წელი. ცხენისწყალი გადავლახეთ და მალე ზუგდიდსაც ეს იგივე გაზეთია მოგახსენეთ, ეს არის გაზეთი თვალთაი და იქ არის ამონარიტეტი იმ გაზეთიდან. ცხენისწყალი გადავლახეთ და მალე ზუგდიდსაც ავიღეთ. გიორგი ჭანტურია, სპეციალურად ჟურნალისტებისათვის გამართული პრესკონფერენცია ქალაქი მოსკოვი, იანვარი 1192 წელი. თითქოს ერეკლე მეორეს მდინარე არაქსი გადაელახოს სპარსეთის დასაშლაშქრავად შინააშლილს. ქართლ-კახეთი ეს ამაყობს ზუგდიდს ავიღებთო და ეს სიამაყე აი ასე შეაფასა ხალხმა თვითონ ერეკლე მეორეს რასაკვირველია. ქართლ-კახეთი იმერეთი გურია და რაჭა. ყველა ჩემი სამშობლოა სამეგრელოს გარდა. მხედრიონელთა საყვარელი სიმღერა, რომელიც 2 წლის მანძილზე გაისმოდა სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელში. ვინ ჰკითხავს მეგრელებს, ჩვენ სოხუმში საომრად მივდივართ თუ საგულგლად. ჯანსუღ ჩარკვიანი 1193 წელი ეგრეთ წოდებული პარლამენტის სესიის ერთ-ერთი სხდომა. შემდეგი ეხლა ხდება ისე რა ქვია დაფიქსირება იმისა ჯაბა იოსელიანის 3 განსომელება. ვიდან ამონარიტები გავაკეთეთ, მეორე გამოცემა გახავთ 1199 წლისა ქალაქი თბილისი. მოყავთ ტყვეები, გამსახურდიას ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, კიკნაძე, ლიტერატორი ტალიაშვილი. ციხეში ყოფნისას მისი პუბლიკაციები ხშირად გულს მსხვერპლდნენ. კიკნაძე მამასთან ერთად არის მოსული. ფეხებში მიმარდება ბატონო ჯაბა, არ მომიკლაშვილი. უხერხულად გრძნობ თავს, ვაწყნარე. ყველას ვუშვებ, როგორც პოლიტიკურ პლატფორმას. კვლავ ვაცხადებ, ყველა -1. ამ -1 მხოლოდ ზიად გამსახურდია, ვითომ დანარჩენები არც დაუხოციათ, არც გაუძარცვიათ და საერთოდ რაც არც უწამებიათ და კიდე მრავალი სხვა. ვთავაზობ თანამშრომლობას პარტიის ლიდერებს.
პოლიტიკური საზოგადოების ხელმძღვანელებს, უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებს, გამოჩენილ პიროვნებებს, საზოგადო მოღვაწეებს, აკაკი ბაქრაძეს, ლალი ჯავახიშვილს, რუსლან მიქაბერიძეს, ჭაბო ამირეჯიბს, მერაბ ალექსიძეს, ნაირა გელაშვილს, აფსუსს რომ მამარდაშვილი ცოცხალი არ არის, როგორც წყდება გული ჯაბას. იმავე ეს იგი ეს სამი განზომილებიდან არის სხვაზე რო გადავალთ, მე უკვე მოგახსენებთ ამაზე. ვალერი კვარაცხელია გვერდის 82 ვალერი კვარაცხელია წინადებას მადლს. გამოვიდე ტელევიზიით ღია ეთერში, ახალი რუბრიკით პირისპირ. ამ გამოსვლაში ვისაუბრებთ შევარდნაძის ჩამოსვლის აუცილებლობის შესახებ. დღესაც თუ ვინმე სურს მისაყვედუროს შევარდნაძის პრობლემასთან დაკავშირებით წამსვლე მომაძახებს ხოლმე. შენი ძახი რომ ამბობდი ოქროს ზოდიაო. რაო ზოდიც გამოდგა ჩვენ კარგად ვიცით ვისთვის ზოდია და ვისთვის ბოდიში თქვენთან და რაც არის უკვე იმას მე ხალი ვარ და აბიკატა. გვერდი 82 საღამოს მოდის გივი კვანტალიანი და პროფესიულად ჩაწერილი გაანალიზებული ოპერატიული ცნობები მოაქვს. იმდენად დახვეწილი, დაგეგმილი მასალებია, რომ აწეწილ-დაწეწილ დროს დეტექტიური ფილმის პერსონაჟის განშრას მაგონებს. მისი აგენტებიდან ერთ-ერთი სომეხია. ისინი ამზადებენ ზვიად გამსახურდიას მოპარვას. გვერდი 83 სათათბირომ დაიწყო ფუნქციონირება თამარ ჩხეიძე, ლუიზა შაკიაშვილი, რუსლან მიქაბერიძე, შემდეგ მამუკა გიორგაძე, ირინა სარიშვილი, ერთ-ორჯერ გაიელვა ნოდარ ნათაძის სილუეტმა. ჩემთან შესახვედრად მოყავთ აკაკი ასათიანი. მათ ასეთი იდეა აქვთ შეკრიბონ უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები და ლეგიტიმური გახადონ ჩვენი ხელისუფლება, საწინააღმდეგო არაფერი იმაქვს. ოღონდ ეს ალბათ არ გამოვა. ლეგიტიმაციაზე როგორც ოცნებობდა ჯაბა იოსელიანი, დღესაც ისეთივე მეოცნებები ყავს, ასე რომ ლეგიტიმაციამ დიდი ხანია თქვენ ხელი დაგიქნიათ და გითხრათ ლეგიტიმაცია თქვენთან არასოდეს არ მოვა, იარეთ აი ასე უსახელოდ და უგვაროდ. ნაირა გელაშვილი, გვერდი 88 ნაირა გელაშვილის საქმეშია, აქ უკვე მაგურა მამულია, მე თამრიკო ჩხეიძესაც ვუხმობ. კომისია კრასნოდარის მხარის მთავრობის ულტიმატუმური წერილი გადმოცა. თუ რამოდენიმე თვეში არ მივიღებთ ლტოლვილ თურქ მესხებს, ისინი მათ უარის დღეში ჩააჭერდნენ. გვერდი 89 ერთ-ორჯერ მოიყვანეს თედო ნინიძე, ეს თეორიულ სიბრძნეს აფრთხებს. იუსტიციის მინისტრი ჯონი ხეცურიანი საქმის მსოდნია, მაგრამ კარიერისტია. მე ვუკეთავ ამინისტიის პროექტს. ოთახში მელოდება შემდეგი არის ირაკლი წერეთლის წინადადებით ვატარებთ გვერდი 114 მაპატიეთ ირაკლი წერეთლის წინადადებით ვატარებთ 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენის ცერემონიალს. ხალხი იკრიბება სპორტის სასახლეში. ეს ცნობილი ფოტოსურათები, მაქვს მე ის ფოტოსურათები და იმას ალბათ წიგნში გამოვიყენებთ ჩვენ. ხალხი იკრიბება სპორტის სასახლეში, დღესასწაული არ გამოვიდა. ყველაფერი მომზადება და განწყობა სჭირდება. გვერდი 17 კიტოვანის კაბინეტში სამხედროები შეკრებილან. შარა შენიძე ყარყარაშვილი, ცხიტიშვილი, დათუაშვილი, ბესი ქუთათელაძე და სხვები. აქვე ვხედავ პროკურორ ვახტანგ გვარანიას. როგორღაც დარცხვენილი მიყრნობია კედელს. მე შევკვირდი გამსახურდიას, მაისში გადავაყენებ. გვერდი 118 სახალხო ფრონტის ერთი ნაწილი მომხრეა, მეორე სასტიკად წინააღმდეგი ვახტანგ გოგუაძე, ქართუს ხარიბაშვილი, ოთარ ლითანიშვილი, ვალერი კვარაცხელი, ავთანდილ მარგიანი აღტაცებული ჩანან ამ გადაწყვეტილებებით. მათ მოსკოვში გამგზავრებაც სურთ. შევარდნაძის ჩამოსაყვანად. ჩემი დაცვის უფროს გია ხუბულაშვილს ვავალებ შევარდნაძის დაცვის ბიჭები შეარჩიოს. მოსკოვში მისი დაცვის საკითხს კურირებს დათო სანიკიძე. ჩემი ძველი ახლობელი რუსთავის მხედრიონის წევრი სანიკიძე რომ მოკლეს. რატომ მოკლეს მე უკვე შევარდნაძის ვკითხოდა მხედრიონელებს. მხედრიონის წევრები მოხალისედ მედია, რათა თვითონაც მონაწილეობა მიიღონ შევარდნაძის უსაფრთხო მგზავრობაში არ დაკარგონ. გვერდი 118 გოგა ხაინდავა აქტიურობს, როგორც იწვია საზოგადოებრივ საწყისებზე. ოფიციალურად კი ეს საქმე დაევალა თემურ ფიგიას. მე სიგუა და კიტოვანი ვიკრიბებით სიგუასთან.
დღის წესრიგშია შევარდნაძის ჩამოსვლა. ისინი ძირითადად მზად არიან ამისათვის, ოღონდ არ სურთ ძალაუფლება მთლიანად მან ჩაიგდოს ხელში. არც მე ვარ ამის მომხრე, ამიტომ ვთავაზობ 4 კაციან პრეზიდიუმს თითოეულის ვეტოს უფლებით. გვერდი 119 ზუგდიდიდან ჩამოვიდა ჩემს მიერ გამგებლად არჩეული და დანიშნული გურამ გუნავა ჩივის გვარდიის ტყიბულის ბატალიონზე. არის მარადიურობის შემთხვევები, ჯერ კიდევ არიან არაორგანიზებული ძალები, რომელთაც კავშირი აქვთ გამსახურდიასთან. ეს იცით რომელი გურამ გუნავა? ჩვენ რომ აბაშაში კონსტანტინობას ვატარებდით და აბაშას და ყავს ახლა გამგებლად, ეს ის გურამ გუნავა გახლავთ, ეს ის კაცია. ამ არამზადამ გამსახურდიას წინაშე მუცელი რომ გაიხეხა, ახლა არაპირებს კომუნისტური ლენინური ანდერძის ღალატს. წელიწადში 2 ჯერ აწყვეტს აბაშელ მოსახლეობას, თითქოს გამსახურდიების დიდი მოსიყვარული იყოს ეს მოშხამული ლენინო შევარდნაძე იოსელიანის მონა. შემდგომ გადავდივართ უკვე გაზეთზე. გაზეთის ვიადის გზა ნომერი 22 1187 წელი სიგუა. პირველი შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლისთანავე მხედრიონი მისი უპირველესი დასაყრდენი ძალა იყო. იგი თვითონ მხედრიონის საპატიო წევრია, მხედრიონის არც ერთი ყრილობა შევარდნაძეს არ გამოუტოვებია. მეორე, ყველა ოფიციალურ აქციაზე, რომელსაც მარშალთა კორპუსი ახორციელებდა, არის შევარდნაძის ხელმოწერა ამდენად იმის მტკიცება, რომ ეს ორგანიზაცია არის უკანონო შეიარაღებული ბანდა, რომელიც ცითნებურად ახორციელებდა ამ აქციებს, სისულელია. გაზეთი კაპიტალი 31-მა მხედრიონელმა გაძარცვა მთელი საქართველო, წერს კითენგის კიტოვანი. შემდეგ პირველი სამეგრელოს დახმარებით აფხაზეთის ომის მოგება თავისუფლად შეიძლებოდა. რაც შეეხება მხედრიონელებს, საშინლად იქცეოდნენ. ფაქტიურად ძარცვას უნდებოდნენ. 200-დან მხოლოდ 10 მხედრიონელი იყო წესიერი. მეორე მხედრიონი აღებულ სოფლებს, ეს კიტოვანის ჩამონათვალი არის, ასე ვთქვათ, რა ბრალდებებს უყურებს. მხედრიონი აღებულ სოფლებს აბარებდა, ყიდდნენ. კითხეთ ვალერი ჩხეიძეს და ის გეტყვით, გადაამოწმეთ და დარწმუნდებით, რომ მართლაც ვამბობ. მესამე ჯაბა იყო ქურდი კომუნისტი. მას უნდოდა ძლიერი პაპაშაც ყოფილიყო. მისი აზროვნება კამერას ვერ გასცდა, ბრჭყალები კამერა, მე მგონი ხვდებით რაზეც საუბარი, ვერ გასცდა. დარწმუნებული ვარ, მაგათი ბრჭყალებში აგენტი იყო, საერთოდ ვინ ელოდებოდა შევარდნაძის ჩამოსვლას თბილისში. რა თქმა უნდა, ჯაბა მისი ხალხი და კომუნისტური ინტელიგენცია. მე რომ მაშინ ეთქვათ ჯაბა ციხიდან არ გამომეყვანა, თვითონ კომუნისტები მომკლავენ, მათ ჯაბას გამოშვება აწყობდათ, გამოვიდა თუ არა ციხიდან. წითელი ინტელიგენცია გვერდით დაუდგა და მაშინე ჩამოიყვანა შევარდნაძე. ამაში ცურობს კიტოვანი, მე კიტოვანის გამონათქვამებიც მაქვს და ასევე კიტოვანის ქმედებები, რომელსაც ამ ხელს თამას დუმბაძე თავის წიგნში თქვენს გასაგონად ვიჭებო, როგორ დადიოდნენ სიგუა და კიტოვანი მოსკოვში შევარდნაძესთან მოსალაპარაკებლად, ასე რომ ეს იგი ცრუ ინფორმაციებს კი ვესწავენ, მაგრამ ამით თავის გამართლება უნდათ, მაგრამ დაგვიანებულია. გაზეთის შანსი ნომერი 62 1 ივნისი 1998 წელი. ბატონო ედუარდ, თქვენ მხედრიონის საპატიო წევრად იყავით არჩეული, რის გამოც ოპერის თეატრში საზეიმო ვითარებაში გადმოგეცით მხედრიონის მედალიონი. ან განაცხადეთ, რომ კვლავ ერთგულ მხედრიონელად რჩებით, ან დავიბრუნეთ მედალიონი. შემდეგ ეს დეპეშა ჯაბა იოსელიანმა შევარდნაძეს გაუგზავნა ოთარ სახოკიას ხელით. შემდეგი გაზეთის ვიადის გზა ნომერი 22 97 წელი პუბლიკაცია გაზეთ სვაბოდნაია გაზეტაში. ის რომ შევარდნაძემ რუსეთის დახმარებით წამოიწყო და სათავეში ჩაუდგა 1991-12 წლების დეკემბერ-იანვრის ფულს, რის შემდეგაც დამხობილ იქნა ზვიად გამსახურდეს კანონიერი ხელისუფლება, შემსრულებელნი იყვნენ გენერალ ბეპაევისნაირი რუსი ჯარისკაცები ბრჭყალებში და ქართულ ბანდიტთა რაზმები. უკვე არავინ მოითხოვს მტკიცებულებს, ეს ყველასათვის ნათელია დრო მოვა და ამას საქართველო განიხილავს. რუსიც ამას ამბობს. ალია ნომერი 19 რჩილებში 128 მაისი
თვე 1195 წელი. ჯაბა იოსელიანი იარაღს დავთო, დემოკრატიას ვერა. აი ასეთი ბრძნული განცხადებით გამოდის და ეხლა მოვუსმინოთ ჯაბა იოსელიანი რაზე თანხდება ბოლოს და რა არის მისთვის დემოკრატია. გაზეთი დედამიწა 25 იანვარი 91 წელი. ეს იყო გაზეთ ალიაში იარაღს დავთო, დემოკრატიას ვერა. ეხლა გაზეთ დედამიწაში რა დააფიქსირა. და მაინც ვინ ხართ თქვენ ბატონო ჯაბა, იარაღს ვერ შეველები. მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთო, თუ სხვაც უიარაღოდ დარჩება. ეს კი რასაკვირველი არ მოხდება. მხოლოდ ერთ მხარეს იარაღი აყოყოჩებს, თუ მეორესაც აქვს, მაშინ ორივე ფრთხილობს. შემდეგ გახლავთ გაზეთი კაპიტალი ნომერი 2 1197 წელი 6 იანვარი. ჩვენს მიერ არჩეული გზა რადიკალური იყო, ან ისინი, ან ჩვენ. თავიდან ომი თბილისში კიტოვანის გვარდიის ეგიდით დაიწყო. მასში ჩვენ, როგორც მოხალისეები, ისე ჩავდით, თუმცა შემდეგ უზარმაზარი დაწოლა მხედრიონზე წამოვიდა. თბილისის ომს სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით ორი ფლანგი ჰქონდა. ერთი მთავრობის სასახლის მარჯვენა, მეორე მარცხენა, ლენინის მოედანი, რომელიც მთლიანად მხედრიონს ეკავა. მარჯვენაზეც რუსთაველზე გვარდიელების გვერდით კვლავ ჩვენ ვიბრძოდით. 24 დეკემბერს ვაჟა ადამიანს ლენინის მოედანი დატოვა. აი მაშინ მხედრიონს დაევალა მთაწმინდის გარკვეული ნაწილის სრული კონტროლი. მოკლედ ამ ომში ერთ-ერთი გადამწყვეტი ძალა ჩვენ ვიყავით. აი ეს არის გაზეთი ასავალ დასავალი 2003 წელს 24 ივნის მაშინ ჯაბა იოსელიანი არ იყო, მაგრამ უბრალოდ ამას მინდა რაღაც ისიც ასამოს იგი თავის თანაგუნდელებზე. ეროვნულ დემოკრატიული პარტია ოპოზიციური პარტიის ნიღბით ყოველთვის მხარს უჭერდა პრეზიდენტის დამანგრევალ კურსს. ვინ არის პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიას გარდა მე ჯერ ვერ გავიგე და უნდა დამარწმუნონ ამაში, მithom ჯაბა იოსელიანი ძალიან ითხოვს, რომ ლეგიტიმაცია გჭირდებაო. ფაქტობრივად ეს პარტია იყო შევარდნაძის პოლიტიკური დასაყრდენი. მისი მარჯვენა ხელი, როდესაც შევარდნაძემ თავისი პროგრესული რუსული რესურსები ამოწურა, დაიწყო საბჭოთა მმართველობის აღდგენა. წესით ის უნდა წასულიყო ქვეყნიდან. მე ამას შესახებ განვაცხადე კიდეც, მაგრამ ირინა სარიშვილის ხელმძღვანელობით საკუთარ თავზე EDP-მ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და შევარდნაძის წინაშე ზღვა ხალხი დააჩოქა. მერე კი ჩემს დაჭერაზე წიმუშავეს და ყველაფერი ამით დასრულდა. აი შედეგით 3 წერტილი. შემდეგი ხო შავი სიის რესპუბლიკურ პარტიაზე რას ბრძანებს. შავი სიის შემდეგი კანდიდატია რესპუბლიკური პარტია, კერძოდ დავით ბერძენიშვილი. ამ პარტიის დამსახურებაა დიქტატორული დამყუპელი კონსტიტუციის მიღება, რომლითაც დღესაც გრძელდება ქვეყნის ნგრევა. ეს კონსტიტუცია რო არ მიღებულიყო 11 ხმა იყო საჭირო. წინათი დავით ბერძენიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ ისეთ კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერდა. ამ მოწვევის პარლამენტში, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში რასაკვირველია, რესპუბლიკური პარტია 19 კაცით იყო წარმოუდგენილი. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს უცხოდ მისცეს ხმა, ხოლო ამ კონსტიტუციის მიღებას, რაც მოყვა, ყველას კარგად მოგეხსენებათ, მერწმუნეთ კონსტიტუციის ავკარგიანობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჯაბა უკვე გადადის ოპოზიციონერის სტატუსით ბრძანებს ამას, ვითომ შენ არ იყავი იქროვიჯექი სპორტის სასახლეში, სურათს გამოგიჭიმოთ მალე. ჟვანია სააკაშვილი. რას ამბობს ამაზე? ცხადია, შავ სიაში ჟვანია სააკაშვილიც მოხდება, ანტონიანზე ლაპარაკი ეს ზურაბ ანტონიანზე. მოხდება, რა თქმა უნდა, თავის გუნდთან ერთად ამ ადამიანებმა თავიანთი საქმიანობით ქვეყანაში კორუფციის გაფუძნას შეუწყეს ხელი. თუ გგონიათ რეფორმების განხორციელება ხალხის საკალათბურთელო დაიწყეს, ძალიან ვწდებით. მათ ამ ხერხით გრანტები მოიზიდეს, ამიტომაც არ მიიყვანეს ეს საქმე ბოლომდე. სწორედ მათი ძალისხმევით იქნა მიღებული მრავალი ისეთი კანონი, რომელსაც ქვეყანას ავნო და დღესაც ვნებს. ეს გუნდი შავ სიაში
თუნდაც იმიტომ შევა, რომ ოლიგარქიული სისტემა ჩამოაყალიბა და თავიანთ მომხრეებს ყველანაირად შეუწყო ხელი. ქვეყანა რომ გაეტყავებინათ, ეს გუნდი არ ნიშნავდა შევარდნაძის მითითებით იმ მინისტრებს, რომელთა საქმიანობამ ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა, ალალად ვამბობ, შევარდნაძეს და ჟვანიას, სააკაშვილს დიდი დანაშაული მიუძღვეთ ქართულ ხალხში მხედრული და ვაჟკაცულის სულის ჩაკვრაში. ოჩახ ჯაბა სიკვდილის წინ აღიარებაზე რო წავიდა. ასე რომ ჩემო კარგებო, მაყურებლებო და მსმენელებო, დღესდღეობით დავასრულოთ ჩვენ ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო. საქართველოს უახლესი ისტორია არ მოიწურება 10 ან 20 გადაცემით, ეს გაგრძელდება კარგ ხანს, მაგრამ მე არ მოგაკლებთ არანაირ ინფორმაციას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე გისურვებთ ყოველივე სიკეთეს, ვინც იმსახურებთ და ვინც როგორც დაიმსახურეთ სიკეთე, ასეც მოგეზღობათ უფლის საგანი. დიდი მადლობა.